თქვენ ახლა ტელევიზორის, კომპიუტერის ან ტელეფონის ეკრანთან ზიხართ. თქვენ შეხებით და გრძნობთ მას. ზუსტად ახლა თქვენს გარშემო არსებული სივრცე, ის, რასაც რეალობას უწოდებთ, არის ერთადერთი, რაც თქვენ გაქვთ. ეს მარტივი წერტილი დაიწყო ჩვენი პატარა ექსპედიცია. რატომ არის არანაირობას ნაცვლად რაღაცა? წესით ეს კითხვა ფესვებს აკრავს შინაგან შიშს. როგორ გაჩნდა ყველაფერი? ეს კითხვა ფილოსოფიიდან მოდის. ახლა მას ფიზიკა და ინფორმაციული თეორიებიც უერთნათიც უერთდებიან და მათთან ერთად შემოდის უცნაური პრაქტიკული კითხვა. რა თუ ის, რასაც ჩვენ ხვდებით რეალობა, არ არის ლეგიტიმური აბსოლუტური ყოფნა, არამედ ინფორმაციული პროცესის შედეგი. ნიკ ბოსტრომმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარმა, 2003 წელს ამ აზრს ფილოსოფიურ არგუმენტში ჩამოაყალიბა და საქმე ისე დაძაბა, რომ ფიზიკოსთა და ფილოსოფოსთა საზოგადოებაში ახალი დისკუსიები გაღვივდა. ხედავთ, სწრაფი პირადი შეხებიდან პირველ თეორიულ ტალღამდე. ასე მოკლეა გზა, რომლის გამოც ჩვენ სვამთ ამ დიდ შეკითხვას. წარმოგიდგენიათ თქვენს თითზე კვანტურ ნაწილაკს რომ იყოს დამოკიდებული თქვენი გადაწყვეტილება? ეს არაა უბრალოდ ფანტაზია. ჩვენ ახლა შევეცდებით ამ შეკითხვას სამ დონეზე დავეუფლოთ. სამი განსხვავებული ხაზი იმისა, რაც არაფერი შეიძლება ნიშნავდეს. ეს სამი დონე ხშირად ერთმანეთში ერევა და სწორედ ეს სიხშირე აჩენს შეცდომებს და ანტინომიებს. პირველი დონე, მეტაფიზიკური ნიჩო. ეს კლასიკური ფილოსოფიური არაფერი, რომელიც გულისხმობს არა მხოლოდ ნივთის არარსებობას, არამედ იმგვარ აბსოლუტურ ზერო ნონსენს, სადაც არც დროა, არც სივრცე და არც კანონები. დეკარტმა საუკუნეების წინ ეჭვით უყურებდა აღქმის გარშემო წარმოქმნილ სამყაროს და წარმოსახავდა ეშმაკის ჰიპოთეზას, რომელიც ყველაფერს დააკნინებდა. წარმოიდგინეთ ეს მეტაფიზიკური ნიჩო როგორც სრულიად ბნელი ოთახი. ოთახში არ არის არც შუქი, არც მხარი, არც ხმა. ეს არის აბსოლუტური არარსებობა, რომლისგანაც არაფერი გამომდინარეობს. მეორე დონე, ფიზიკური ვაკუუმი. რიჩარდ ფეინმანმა კალტეკის ინსტიტუტიდან 1959 წელს არნიშნა, რომ ვაკუუმი არ არის სრული სიცარიელე. კვანტური მდგომარეობა ვაკუუმში არ გავს ბნელ ოთახს. ის უფრო გავს ზედაპირს წყლის, რომელზეც მუდამ მინიტალღები ჩნდება და ქრება. ეს ნიშნები კვანტურ ფლუქტუაციას გავს. იქ, სადაც ნაცარი ტექნიკურად აღქმულად არ არის, მაინც ხდება მატერიისა და ენერგიის ეფექტების წარმოშობა. მოკლედ, ფიზიკური ვაკუუმის ნიჩოა არის სხვა არაფერია, მაგრამ აქ მაინც ხდება რაღაც. იმის გასაგებად, რატომ ეს არ არის ერთი ნორმალური ცნებათა შეცვლა, გახსოვდეთ სეთ ლოიდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, რომელმაც 2000 წელს დაადგინა, რომ ფიზიკურ სისტემებში გამოთვლითი რესურსები და ინფორმაცია არასდროს არის უსაზღვრო. ასევე გვხვდება ბეკენშტეინის საზღვარი, ზედაზღვარი ინფორმაციის რაოდენობაზე მოცულობაში. სივრცის მოცულობა და მასა ფიზიკურად განსაზღვრავს, რამდენი ინფორმაცია შეიძლება ჩაიშვას. ეს ლიმიტები მიუთითებენ, რომ ვაკუუმის წარმოქმნა და მოვლენები არ ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ წარმოქმნას ნულიდან ნებისმიერი მოულოდნელი საწყისი ბრძანება. მოკლედ, ფიზიკური ნიჩო არის ხმაურიანი, პროცესურობით სავსე ცარიელობა. მესამე დონე, მათემატიკური ნიჩო ან აბსტრაქცია. იდეა, რომ არაფერი არის უბრალოდ ფორმული, წმინდა აბსტრაქტული ნულის მდგომარეობა, სადაც არც ერთი კანონია განსაზღვრული. კონრად ზუზემმა გერმანიიდან 1979 წელს წევდა, რომ სამყაროს საფუძველი შეიძლება იყოს გამოთვლითი წესები. აქ მათემატიკური ნიჩო უფრო ტოტალურია. იგი არის სტატუსი, სადაც მხოლოდ ფორმები და სტრუქტურები არსებობს და არ არის გარდაუვალი ფიზიკური მატერია. მარტივად, მათემატიკური ნიჩო არის წიგნი, რომლიდანაც არ არსებობს იმპრესია. სიტყვები სწორია, მაგრამ გვერდები ცარიელი. ეს სამ დონეს შორის განსხვავების გამკაცრება მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ხშირად ერთსა და იმავე ნიჩოს ნიშნად აღიქმებიან. ასეთი შერევა იწვევს შეცდომებს. მაგალითი, თუ ვიტყვით, ვაკუუმი არ არის არაფერია, შესაბამისად ჯამური არსებობა ვერ მოითვლის მეტაფიზიკურ ნიჩოს, აქ ჩვენ მათემატიკურ იდეას ვქმნით ფიზიკურ პროცესად და ვკარგავთ კონტექსტს. ახალგაზრდა თეორისტები ხშირად აკეთებენ იმას, რომ ერთი ტიპის არაფერი პირდაპირ გარდაქმნიან სხვა ტიპის არარსებობაში და ამით ატყობენ დიდი დასკვნებს. ეს ვიხილავთ მცირე ვიზუალით. წარმოიდგინეთ კომპიუტერული ოპერატიული სისტემა. დედა, ფაილი არის მათემატიკური წესრიგი, ხოლო პროცესები, რომელსაც ხედავთ, არის ფიზიკური ვაკუუმისებური აქტივობები. კითხეთ, გამოწვევა მოდის, როდესაც თქვენ ხედავთ პროცესს და მას ნიშნავს რეალობას. ეს შეცდომა ხდება, როდესაც მათი ერთგვაროვანი შეჯერება ერთი იდეოლოგიური დასკვნამდე მიხავს, რომ ჩვენი სამყარო არის უბრალოდ პროგრამა. მაგრამ ეს საბოლოოდ არც უარყოფს მეტაფიზიკურ ნიჩოს და არც აფართოებს ფიზიკურ ვაკუუმის ახსნას. ზუსტად აქ მოდის ნაშრომების სასწავლო წერტილი. ნიკ ბოსტრომმა ოქსფორდიდან 2003 წელს შემოგთავაზა თეორია.
თუ პოსტკაციონალური ცივილიზაციები შექმნიდნენ უამრავ სიმულაციას, ჩვენ სტატისტიკურად უფრო სავარაუდოდ ვიქნებოდით სიმულაციაში, ვიდრე პირველადი ბაზიური რეალობაში. მაგრამ პრობლემაა, პოსტრომის არგუმენტი მძიმედ არის დამოკიდებული პრიორებზე. ანუ, რამდენი მათგანი ჩვენი განწყობის მიხედვით გგონია, რომ პოსტკაციონალური ცივილიზაციები შექმნიან სიმულაციებს. ეს არ არის ფიზიკურად გაზომადი. ეს არის მათემატიკურ-ფილოსოფიური განზომილება. ვიზუალურად. წარმოიდგინეთ, 30 ადმინისტრატორი პატარა ცენტრში გადაწყდა და გადაწყვიტა მეტი ასლი შეექმნა. თუ ადმინისტრატორების რაოდენობა უზარმაზარია, მაშინ სავარაუდოა, რომ თქვენ ერთ ასლს წარმოადგენთ. ამ ფორმულით ყველაფერი ლოგიკურია, მაგრამ თუ ადმინისტრატორები არასდროს ქმნიან ასლებს, ან თუ ასლთა რაოდენობა შეზღუდულია, მაშინ თქვენი სტატუსი სრულიად საპირისპიროა. აქ პრიორების განაწილებაა მთავარი და შეიძლება შეცვალოს დასკვნები. შემდეგ, როგორ პასუხობს ფიზიკა ამ მსჯელობას? აქ მოდის ცხადი შეზღუდვები. სეთ-ლოიდის შედეგები და ბეკენშტეინის ზღვარი გვიჩვენებენ ფიზიკურ ლიმიტებს მასალაზე, სივრცეზე და პროცესებზე. გარდა ამისა, ფეინმანმა თქვა, რომ რთული კვანტური სისტემების ეფექტური სიმულაცია კლასიკური კომპიუტერით პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენი სამყარო შეიცავს უზარმაზარ კვანტურ რეზოლუციას, მისი სრული სიმულაცია შეიძლება საჭიროებდეს კვანტურ შემოსარებ ტექნოლოგიას. აქედან გამომდინარე, ერთი პიროვნული ზედაპირული დასკვნა ხშირად არ მოქმედებს. სტივენ ვოლფრამმა 2002 წელს აჩვენა, რომ უნივერსალური მარტივი წესრიგები, მაგალითად გარკვეული სათამაშო ავტომატები, შეუძლიათ წარმოქმნან რთული ქცევა, რომელიც გარეგნულად აღიქმება როგორც რეგულარული სამყაროს კანონები. ეს მითითებს, რომ ჩვენი დაკვირვებული კანონები შეიძლება გავლენიანი გამონათქვამები იყვნენ უფრო მარტივი ფუნდამენტური წესებისგან, რომლებიც უფრო ღრმად იმალებიან მათემატიკურ ნიჩოში. ეს არის მშვენიერი, მაგრამ მოტყუებითი ხიდი მათემატიკურ და ფიზიკურ დონეს შორის. წარმოსახვიტი მაგალითით. წარმოიდგინეთ საათი, რომლის შიგნით მარტივი მექანიზმი ერთი ბერკეტით მოძრაობს, მაგრამ თქვენთვის გამოსახულია კომპლექსური გრაფიკა და ანიმაცია. თქვენ ხედავთ შედეგს და გონიათ, რომ საათი მნათობთა მოძრაობით არის წარმოდგენილი, მაგრამ რეალურად ყველაფერი მარტივი მექანიზმის შედეგია. ეს თეორია გვაიძულებს დაფიქრდეთ, რა არის კონტროლირებადი ბაზა და რა არის ზედაპირული შთაბეჭდილება. სხვა რისკი არის ნაგროვი, სხვადასხვა დონეების ერთმანეთში არასწორი ერევა და ცრუ დასკვნების წარმოშობა. ყველაზე ხშირი შეცდომა არის მათემატიკური მისტიფიკაცია. მათემატიკური ფორმულა არ ნიშნავს, რომ მისი ყველა ასპექტი ფიზიკურად არის. მარტივი ვარჯიში. მათემაში. მათემატიკური განზომილება შეიძლება აღწერდეს იდეას, თუმცა არ ნიშნავს, რომ იდეა ფიზიკური ობიექტია. თუ თქვენ გაქვთ ხანგრძლივი ინტელექტუალური ინტერესი, ყურადღება მიაქციეთ ცნობიერი ბარებისა და ნაჩვენები რეალობის პრობლემას. დევიდ ჩალმერსმა 2022 წელს წიგნში Reality Plus არგუმენტები წამოაყენა. სიმულირებული არ ნიშნავს არასაჭიროდ ნაკლებ ავთენტურს. ჩალმერსის დავა გვიხსნის, რომ თუნდაც ჩვენი გამოცდილებები იყოს სიმულირებული, ისინი არ დაკარგავენ აუცილებლობას და მნიშვნელობას. მოკლედ, სამი ნიჩო: მეტაფიზიკური, ფიზიკური ვაკუუმი და მათემატიკური განსხვავებულია და ისინი სხვადასხვა კითხვებს აყენებენ. პირველი კითხვაა ონტოლოგიური, არსებობს თუ არა. მეორე, როგორ მუშაობს პროცესი მატერიალურ დონეზე. მესამე, როგორ გადავიდეთ ფორმებიდან იდეებამდე და რამდენად შეიძლება მათემატიკა იყოს ფაქტების წყარო და არა ფაქტების წყარო და არა მხოლოდ აღწერა. თუ შევაერთებთ მათ ფრთხილად, შეიძლება მივიღოთ მკაფიო ხედვები, თუმცა ამავე დროს არსებობენ ხაფანგები, არასწორი შერევა. და რატომ მნიშვნელოვანია ეს ექსპერიმენტულად? რადგან მრავალი მოდელი, რომელიც ცდილობს სიმულაციის ჰიპოთეზის ემპირისტულ ჩრეტას, ეხრდნობა ფიზიკურ ნიუანსებს. სივრცის ნიუანსებს, სცის დროს დისკრეტიზაციას, ჰოლოგრაფიულ ხმაურს ან მაღალ ენერგეტიკულ დისპერსიას, ლორენცის ინვარიანტობაზე. კრეგ ჰოგანმა Fermilabში 2015 წელს იმუშავა პროექტზე სახელად ჰოლომეტერ, Fermilabis ექსპერიმენტი, რომელიც ეძებდა ჰოლოგრაფიულ ხმაურს. მისი შედეგები ჯერაც ღია დისკუსიის საგანი იყო, მაგრამ აჩვენა, რომ ასეთი ექსპერიმენტი ტექნიკურად შესაძლებელია. ეს მიუთითებს ერთზე: მათემატიკური ან მეტაფიზიკური არგუმენტებით არ შეიძლება ყველაფრის შემოსაზღვრა. მეცნიერება მოითხოვს ფალსიფიცირებადობას, წინადადებას, რომელსაც შეგვიძლია განსაზღვრული პირობების ქვეშ ვცადოთ. ზოგიერთ სიმულაციის ვერსიას ეს კრიტერიუმი არ აკმაყოფილებს, რადგან ისინი ფარავენ თავს. ფილოსოფიურად მათ შეიძლება ჰქონდეს აზრი, მაგრამ მეცნიერულად ისინი არაფრით განსაკუთრებული არიან. პარადოქსულად, საუბარი ჩვენი რეალობის სიმულირებულობაზე ხშირად იწყება როგორც აბსოლუტური მეტაფიზიკური განაცხადით და მთავრდება სტატისტიკურად და ტექნიკურად შეზღუდული ფიზიკური კვლევებით. აქ ისევ ხედავთ ერთსა და იმავე შეცდომას. არ უნდა აურიოთ დონეები.
მათემატიკური მოდელი გვაძლევს ინსტრუმენტს პროგნოზისთვის. ფიზიკური შეზღუდვები გვიკარნახებენ ტექნიკურ რეალიზაციას. მეტაფიზიკა კი გვეუბნება საბოლოო სტატუსს. თითოეული დონე განსხვავებული კითხვაა და მათი არასწორი შერევა იწვევს შეცდომებს. წარმოგიდგენიათ დროის ძალიან მოკლე შეკუმშვა. მთელი კოსმოსური ამბის მომენტი ზუსტი 1 წამია. 1 წამი შეიცავს ასეულობით გენეზისის შემოწმებას, ელემენტარული ნაწილაკების ჩართულობას, ინფორმაციის გადაცემას და კვანტურ პროცესებს. როცა ჩვენ ისტორიას ვაკუმულირებთ 1 წამში, 9 დიდი ღონისძიება, ხედავთ, რომ საწყისი მდგომარეობის გასაგებად ერთი განმარტება არ არის საკმარისი. სხვადასხვა დონეები ურთიერთობენ ისე, რომ ერთი მაგიური განმარტება ვერ მოგცემდა სრულ სურათს. ეს შეკუმშვა გვატყობინებს მნიშვნელოვან რამეს. მხოლოდ სტატისტიკური არგუმენტები ან მარტივი მათემატიკური განსაზღვრებები არასოდეს იძენს მთელ კომპლექსურობას. ამიტომ ნამდვილი პროგრესი ამ დისკუსიაში არ მოდის მყისიერი მეტაფიზიკური პასუხებიდან, არამედ ფიზიკური საზომებიდან, ტექნოლოგიური მიღწევებიდან და შემდეგ ინტერპრეტაციებიდანიდან. და ახლა კითხვა, რომელიც ამ ნაწილს აგრძელებს, მაგრამ არ ამთავრებს. თუ გჭირდება ფიზიკური საზომები, რა სახის ექსპერიმენტები ან დაკვირვებები შეძლებენ ზუსტ განცალკევებას მათემატიკურ, ფიზიკურ და მეტაფიზიკურ ნიჩოს შორის? ეს არის გზა, რომლის გალაც წინგველოდება. წარმოსახეთ ოთახი, სადაც მონიტორები უძველესი ტელესკოპებისა და დეტექტორების სიგნალებს თარგმნიან წერილობით ენაზე. ხის მაგიდაზე დამდგარი ფურცლის ზომის გამოსახულება არ არის მატრიცა, არამედ ველები, ელექტრომაგნიტური კვაზარების კვანტური ველები, რომლებიც ერთმანეთს ეჩეხებიან ისე, როგორც ტალღები ფეხის ქვეშ. ეს გამოსახულება არ არის აბსტრაქტული, ეს არის ექსპერიმენტების მიერ მიცემული მეტრი, რომელსაც ფიზიკური მნიშვნელობა აქვს. აქვე შეგვიძლია გავაერთიანოთ ეს განმარტება წინა ნაწილის ხილვასთან. ვაკუუმი განხილულია როგორც ველების მინიმალური ენერგიის მდგომარეობა. იხილეთ ნაწილი პირველი. ვაკუუმი ფიზიკაში არაა აბსოლუტური ცარიალალე. ვაკუუმი არის მინიმალური ენერგიის მდგომარეობა, მაგრამ მინიმალური არ არის ნულოვანი. კვანტური ფლუქტუაციები არსებობს როგორც ზღვის ზედაპირზე პატარა ტალღები. ეს მეტაფორაა, მაგრამ რეალური შედეგებიც არსებობს. კვანტური ფლუქტუაციებმა ფიზიკური ეფექტები შეიძლება გამოიწვიონ და ეს ენერგია საზომად შეიძლება მივიჩნიოთ. აქ ჩნდება კითხვა. როგორ შეიძლება ეს არაცარიელება ჩვენს ინტერესში მოხდეს სიმულაციის იდეის კონტექსტში? პასუხი არის თეორიისა და საზომების ნაზავი. თეორიულად, ველები და მათი ფლუქტუაციები შეიძლება განვიხილოთ როგორც ინფორმაციულად ამჟამინდელი სისტემა. ექსპერიმენტულად კი შეგვიძლია გაზომოთ ძალები და დავინახოთ ანომალიები, რომლებიც მხოლოდ ვაკუუმის არსებობით აიხსნება. ეს კავშირი კარგად ჩანს ერთ მარტივ, მაგრამ ძლიერ ექსპერიმენტში, კაზიმირ ეფექტში. ჰენდრიკ ბერჰე კაზიმირმა 1958 წელს წინასწარმეტ ყველა ორი სიახლოვე მეტალის ფირფიტა ვაკუუმში იზიდავს ერთმანეთს. იდეა მარტივია. თუ სივრცე აჩარას ნულო არ არის ნულოვანი, გარკვეული ტალღები ჩვენ შორის არ შედიან. ამიტომ წნევა შორის მცირდება და სცირფიტები ერთმანეთს მიჯაჭვულნე. ეს არ არის ფანტაზია, ეს არის მკაფიო ფიზიკა. ველი იჭიმება, ხევა და შედეგად მიიღება ძალა. კაზიმირ ეფექტის დეტექტირება და გასაზომად ტექნიკური გზები გაჩნდა შემდგომ წლებში. მეცნიერულად მასზე მუშაობდნენ სხვადასხვა ჯგუფები და შემოწმებებმა დაადასტურეს ეფექტი მაღალი სიზუსტით. ერთ-ერთი ცნობილი ექსპერიმენტი განხორციელდა სტივენ ლამოროუზმა 1997 წელს University of Washingtonში. შემდეგ ხდებოდა დამატებითი განსაზღვრებები და ასევე გამოყენებები იატომური ძალების მიკროსკოპებით და სხვა ტექნიკებით. ეს ეფექტი გვიჩვენებს, რომ ვაკუუმის ენერგია არ არის პასიური, არამედ შეუძლია წარმოქმნას გაზომლადი ძალები. კაზიმირი გვაძლევს ჩარჩოს. სივრცის შიგნით ცხოვრობთ დაბეჭდილ ოთახში, სადაც ტალღები ქმნიან გავლენას. ეს ეფექტი გვატყობინებს, რომ ვაკუუმის ენერგია აქტიური აგენტია, მასლით ურთიერთქმედებისას ვლინდება ფიზიკური ძალა. გარდა ამისა, კაზიმირი არის ინსტრუმენტი. ლაბორატორიული ზუსტი გაზომები საშუალებას გვაძლევს პირდაპირ დააკვირდეთ ამ ფენომენს. თუმცა კაზიმირი არ გვეუბნება ყველაფერს. მისი არსებობა არ ნიშნავს ავტომატურად, რომ სივრცე დისკრეტულია ან პიქსელირდება. არსებობს პრინციპული განსხვავება. კაზიმირ გვიჩვენებს ველების ფლუქტუაციებს, მაგრამ ეს არ პასუხობს კითხვას, არის თუ არა ინფოდისპოზიცია გამოთვლითი სუბსტრატის ნიშანი. საჭიროა კონკრეტული საზომები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს ციფრულ სუბსტრატოზე. აქ იშლება ხიდი. კონკრეტული ექსპერიმენტული დიზაინი უნდა მოითხოვოს ტექნოლოგიურ გამონაყოფს. ეხლა ტექნოლოგიური პრიორიტეტი. ბოლო 10 წლებში ტელესკოპებმა და დეტექტორებმა მოგვაწოდეს მონაცემები, რომლებიც წყვეტენ ძველ თეორიებს. მაგალითად, სილას ბინ და კოლეგებმა გამოაქვეყნეს კვლევები, რომლებიც ეხება კოსმოსური შტრიხების მაღალ ენერგიებს.
მათი ანალიზები კონსულტაციებით University of Washington-თან და Imperial College London-თან მიუთითებს, თუ სივრცე დრო დისკრეტულია ლათის მსგავსი სტრუქტურით, მაღალ ენერგეტიკულ კოსმოსური ნაწილაკების სპექტრში შეიძლება გამოჩნდნენ ანომალიები. ეს უკვე დაკვირვებადი წინადადებაა, რომელიც შესაძლოა შეამსუბუქოს ან გამყარებული გახადოს ბოსტრომის სავარაუდო სცენარები. აქ იწყება მოქმედება. თუ დეტექტორები, როგორიცაა Pierre Auger ობსერვატორი ან IceCube, დააჩქარებენ დისპერსიული ნიშნების აღმოჩენას, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი ინდიკაცია, რომ სივრცე რაღაც ნაკვებითაა დათქმული. მაგრამ შეაჩერეთ. თანამედროვე დაკვირვებებმა უკვე მკაცრად შეამცირა პარამეტრები, რომლებიც მიუთითებდა მკაფკაფიო გრიდურობაზე. ტექნოლოგიური მონაცემები ხშირად არ ადასტურებს ჰიპოთეზებს. ისინი გვიკარნახებენ ზღვარს, სადაც იდეები უნდა გადახედოთ. კითხვა რჩება, რამდენად ხშირად ექსპერიმენტი უკარნახებს თეორიას და არა პირიქით. ახლა გადავიდეთ მასშტაბურ იდეებზე, ნულოვანი მთლიანი ენერგიის კონცეფციაზე. ეს იდეა სერიოზულად იქნა წამოთხრობილი ედვარდ ტრაიონის მიერ 1973 წელს. შესაძლოა ჩვენი სამყაროს წარმოშობა იყოს დიდი კვანტური ფლუქტუაცია, სადაც დადებითი მასური ენერგია ბალანსდება გრავიტაციის ნეგატიური ენერგიით, საერთო ჯამში ნული. ეს კონცეფცია მიმზიდველია, რადგან ის პასუხობს კითხვას, საიდან მოვიდა ენერგია. ბიუჯეტი არის ნული. მიუხედავად ამისა, ეს არ არის პირდაპირი პრაქტიკული მტკიცებულება სიმულაციისა. ნული ენერგიის იდეა გვიჩვენებს, როგორ შეიძლება იყოს ეკონომიური სამყაროს წარმოქმნა სიმულაციისთვის, მაგრამ ეს არ გვაძლევს უთხოვარ ნიშანს, რომ ეს საუკეთესოდ აღწერს ჩვენს რეალობას. გარდა ამისა, ეს კონცეფცია ხშირად რჩება თანამედროვე ფიზიკური პროგნოზისათვის ზედმეტად ზოგადი. საჭიროა მკაფიო მანიფესტი, თუ როგორ გამოიხატება ეს იდეა განსაზღვრულ ექსპერიმენტულ პირობებში. მეორე შეზღუდვა არის დაკვირვებადი კავშირის პრობლემა. კასიმირის მსგავსმა ეფექტებმა გვაჩვენა, რომ ვაკუუმი შეიძლება იყოს ზემოქმედების წყარო, მაგრამ კასიმირ არ გვეუბნება, არის თუ არა ვაკუუმი პროგრამირებული ან გამოთვლითი. ეს განსხვავებაა ფენომენის აღწომენის აღწერისა და მისი მეტაფიზიკური ინტერპრეტაციის შორის. ექსპერიმენტები გადაწყვეტენ, რა არის, მაგრამ არა პირდაპირ იმას, ვინ შექმნა. ეხლა დაუბრუნდეთ ბოსტრომის პრობლემას. თუ ოდესმე 1 მილიონი სიმულაცია შეიქმნა, რამდენია ჩემი შანსი, რომ მე სიმულაცია ვარ? ეს არის პრიორებისა და სავარაუდოების საკითხი. ციფრები მარტივია, თუმცა პრიორები ხშირად არ ამყარია. ამიტომ ბოსტრომის შეფასებები რჩება რელაციონალურ გათვლებად და არა ექსპერიმენტულად დამტკიცებულ დასტვნებად. კვლავ გჭირდება ტექნოლოგიური შეხება. დაკვირვებები, რომლებიც შეამცირებენ ზოგიერთი ხალბი პრიორს. აქ ჰოლომეტერის მაგალითი მნიშვნელოვანია. კრეგ ჰოგანის ჯგუფმა ფერმილაბში შეასრულა ჰოლომეტერის ექსპერიმენტი, რომელიც მცდელობდა გაზომოს ჰოლოგრაფიული ხმაურის ნიშნები. მათი შედეგები მსჯელობის საგანი გახდა. ისინი დაადეს შეზღუდვებს, მაგრამ არ მიუთითეს მკაფიო ნიშნებზე მთელ სივრცეზე არსებულ პიქსელიზაციაზე. ეს მაგალითია იმისა, როგორ ტექნოლოგიური პროგრესი განაახლებს ძველ იდეებს და ახალ კითხვებს აჩენს. კიდევ ერთხელ, ექსპერიმენტმა არ დაამტკიცა სიმულაცია, მან უბრალოდ დააწესა უფრო მაღალი მოთხოვნები. ოუნები. ფიზიკური ლოგიკა, რომელიც აქამდე განვიხილეთ, ასეთია. ვაკუუმი არის ველების მდგომარეობა კვანტური ფლუქტუაციებით. კასიმირ ეფექტი არის ექსპერიმენტული დადასტურება ამ ფლუქტუაციების ფიზიკურობისა. ნულოვანი მთლიანი ენერგია არის მიმზიდველი თეორიული საწყისი, რომელიც შეიძლება იყოს თანხვედრა სიმულაციის იდეასთან. თუმცა ეს სამეული ერთადაც არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას სიმულაციისთვის. ეს არის კომპლექსური ნარევი, რომელიც მოითხოვს დამატებით სპეციფიკურ ნიშნებს. ამ ნიშნების პოვნა ტექნოლოგიასა და დაკვირვების მიერაა შესაძლებელი. და კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მოსაზრება. დევიდ ჩალმერსის დისკურებსა და თანხმობებში ხშირად ითქვა, რომ სიმულირებული ყოფნა არ არის არსებითად დაგმობილი ჩვენი გამოცდილების ავთენტიკურობისთვის. ეს ნიშნავს, რომ თუნდაც ყველა ფიზიკური მონაცემი ნავარაუდევი აღმოჩნდეს, ეს მაინც არ იქნება პირდაპირ მტკიცებულება სიმულაციაზე. ფიზიკური მტკიცებულებები საჭიროა, მაგრამ ფილოსოფიური ინტერპრეტაციები თავისუფლად ახდენენ გაურკვევლეობის გაშლას. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პრაქტიკული გზები, რომელთა საშუალებითაც შესაძლოა მიღებული იყოს გადამწყვეტი ცვლილებები. ერთი არის ლაბორატორიული დახვეწა, უფრო მგრძნობიარე კაზიმირ საზომები, რომლებიც შეიძლება გამოავლინონ სხვაგვარი დაშორებები ან ზედმეტი განზომილები. მეორე არის ასტროფიზიკური დაკვირვებების გაძლიერება, მაღალენერგეტიკული კოსმოსური სხეულების სპექტრები, რომლებიც შეიძლება მიუთითონ სივრცის სტრუქტურის მკვეთრ ნიშნებზე. მესამე არის კვანტური კომპიუტერული პროგრესი. თუ ასეთი სუბსტრატი აუცილებელია ჩვენი სამყარო ეფექტურად სიმულირებისთვის, ჩვენი კვანტური სიმულაციები მოგცემს მნიშვნელოვან დაკვირვებებს. თუმცა ღრმა კითხვა რჩება.
თუ მატერია და გრავიტაციული ნეგატიური ენერგია ერთმანეთს აბალანსებენ და საერთო ჯამში ენერგია ნულია, არ ისლიეს მხოლოდ კონსტრუირებული ბიუჯეტი თუ მეტაფიზიკური კონტრივია. პასუხი მოკლედ არ არის. ამ კითხვას დღემდე ვაგრძელებთ, ექსპერიმენტიდან წამოსული ჩანაწერით. მტვრის ნაწილაკების მსგავსად ჩვენი კითხვა ეხება თანაფარდობას. ფიზიკური საზომები გვაძლევს შეზღუდვებს და ფილოსოფია გვაძლევს კონტექსტს, მაგრამ მხოლოდ ერთად ისინი აჩენენ ახალ ნიჰილისტურ აზრებს. კაზიმირი არის მინიშნების ნოტა, ვაკუუმი, აქტიური ფონური პროცესი, ნულოვანი ენერგია, სცენარის ინტელექტუალური ჩარჩო. თუ ჩვენ ვიყენებთ ჯგუფურად ექსპერიმენტებს და ფილოსოფიურ კრიტიკის ხელსაწყოებს, შეგვიძლია თანდათან შემოხვევთ ეჭვებს და გამოვცადოთ ჰიპოთეზები. მათემატიკურად და პრაქტიკულად მთავარი არის, ეს ყველაფერი არ არის რელიგიური განცხადება ან ინტელექტუალური თამაში. ეს არის მეცნიერული პროცესი. დაკვირვებადი ფაქტები, კაზიმირის ძალა, ჰოლომეტერის ლაბორატორიული ზონები, კოსმოსური ნაწილაკების სპექტრები, ყველაფერს ცვლის. ტექნოლოგიური წინსვლა ხსნის ჩვენს ინტუიციებს და გვაიძულებს გადავაფასოთ ძირითადი ვარაუდები. აქ საკითხი არ არის მხოლოდ ერთი დასკვნა, არამედ ცხება შემდგომი კითხვების დასმისა. და ახლა მაყურებელო, როდესაც ვიღებთ, რომ ვაკუუმი არ არის სიცარიელე და ეს შეიძლება იყოს პირველი დასტური რამისა, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი, რომელ ექსპერიმენტს მივმართავთ, რომ უფრო ცხადად განცალკევდეს მათემატიკური, ფიზიკური და მეტაფიზიკური შესაძლოებები? არნო პენციასმა და რობერტ უილსონმა ბელ ლაბსში 1960 იპოვეს სიმყიფის ახსნა, რომელიც მაშინ უცნაური მოწყენილობად მოჩანდა. კოსმოსი არა მხოლოდ ცარიელია, არამედ მასში არსებობს თანაბარი, რბილი რადიაციული ფონური გამოსხივება. ეს არ იყო მხოლოდ რადიოსიგნალის ფონი. ეს იყო ნეონის ნიშნი ერთი ისტორიული პრობლემის, როგორ დაიწყო ჩვენი კოსმოსი. და სწორედ ეს აღმოჩენა გახადა საკითხი რადიაციულად წასაკითხა. თქვენ შეიძლება თქვათ, ძნელი წარმოსადგენი ისტორია, იმიტომ რომ ჩვენ მაშინ არ გქონდა საჭირო ფილტრები. მაგრამ შედეგმა დააყენა მკაფიო ფიზიკური საზომი, რომელსაც კლასიკური კოსმოლოგია ვეღარ ახერხებდა აუხსნელად დამუშავებას. ალან გუთმა, Massachusetts Institute of Technology-დან 1990-ში შემოგთავაზა ინტერვენცია სახელად ინფლაცია, სწორედ ამ ფონის პატარა შეფერილობების და გლობალური სიმეტრიის პრობლემების გამოსწორებისთვის. მისი იდეა მარტივია, როგორც დიახან არა. პირველმა წუთებმა ჩვენი სამყარო სწრაფად და მკვეთრად აიწია, რაც უკოტრიალებდა ჰორიზონტის პრობლემას და აქცევდა სამკუთხედ სისტემებს ერთეულში. მტკიცებულებად კი მოგვცა პროგნოზი, მცირე სიმკვრივის ფლუქტუაციები, რომლებიც მოგვიანებით გადაიქცნენ galaktikებად. ამ პროგნოზმა მიიღო დასტური ჯონ მეტერთან და ჯორჯ სმუთთან და ჯორჯ სმუთთან NASA-სგან 1980-ში კობის მიერ. ისინი გაზომავდნენ სწორედ იმ მცირე ანიზოტროპიებს, რომლებიც ინფლაციურ მოდელზე მოწმობდნენ. მაგრამ აქ იწყება კონფლიქტი იდეებს შორის. არ არის ერთი თვალსაჩინო მშვიდი გადასვლა. ინტუიციურად თუ ინფლაცია მუშაობს, მაშინ დროში უკან გამწვანება შეიძლება არ იყოს შეუზღუდავი. ამ კითხვაზე ყველაზე პირდაპირ პასუხი მიუციათ ფიზიკოსებმა ადამ ბორდემ, ალან გუთმა და ალექს ვილენკინმა 2003-ში. მათმა თეორემამ დღეს შემოკლებული როგორც BGV თეორემა, თქვა რომ ნებისმიერ სივრცულ თვითმფრობელ მოდელს, რომლის საშუალო გამხსნელი გაფართოება არის დადებითი, არ შეიძლება ჰქონდეს დასრულების გარეშე წარსული კევი. სხვა სიტყვებით, კლასიკური დრო პირობების გათვალისწინებით, ინფლაციური გაანგარიშები ვერ აღწევენ უსასრულომდე წარსულში. ეს დასტურ არ იყო მეტაფიზიკური სასწაული. ეს არის მკაფიო, შეფარდებითი დასკვნა. თუ სივრცე საშუალოდ იზრდება, თვალს ხვდები წარსულის მიჯნაზე. ხურათრება. BGV ამას არ ამბობს, რომ არსებობდა დროითი ცარიელი წამი, ან რომ არსებობს გარდაუვალი ფიზიკური სინჯარი, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავაკვირდეთ. BGV არ ამტკიცებს. აქ დამთავრდა ყველაფერი და შემდეგ გარდაიქმნა რაღაც. ის არ არის მეტაფიზიკური საკრდენი, ის ამბობს მხოლოდ ერთს. კლასიკური გეომეტრიის პირობებში, რომელიც იცნობს გეოდეზიურ ხაზებს და თვალის მომჭრელ ფართობებს, გრაფიკულად არ არის შესაძლებელი წარსულის უკიდურესი გაგრძელება. ეს არის საშიშროება, რომელიც გვაიძულებს იმის შესახებ ვიფიქროთ, სად მთავრდება კლასიკა და სად იწყება კვანტური რეგიონა. წარმოიდგინეთ ქუჩა, რომელიც არ ყოფნის გასწვრივ უჭრის გზას. თქვენ შეგიძლიათ იარო სამუდამოდ, მაგრამ ქუჩა შეიძლება უბრალოდ მიემართოს ღრმა გვირაბისკენ, სადაც ქუჩის ნიშნები ცივი ჩამქრალი შუქებით გაქრება. BGV-ს მნიშვნელობა მსგავსით არის. სინამდვილე გვთავაზობს, რომ გზის ნიშნები, კლასიკური სივრცე დრო, უბრალოდ არ არის საკმარისი მთელი ამბის აღწერისთვის. ასეთი დასკვნა არ ნიშნავს, რომ მომავალში ჩვენ დაუმტკიცებთ შემქმნელის მაკრატელი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თეორიული ხუთი, გენერალური რელატივობა და კლასიკური კოსმოლოგია საჭიროებს გაცილებით დახვეწილი ხელსათხოვების გამოყენებას. ეხლა თუ თქვენ ბუნებრივად სკეპტიკურად იკითხავთ,
გამოდის ინფლაცია ვერ აგვარებს ყველაფერს. ეს არის სწორი და ბუნებრივი კითხვა. ინფლაცია აგვარებს ჰორიზონტისა და ფლატნესი პრობლემებს, მაგრამ BGV მიმართავს უფრო ფუნდამენტურ ხაზს. კლასიკური გაფართოების საშუალო მაჩვენებლის მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ ინფლაცია არასწორია. ეს ამბობს, რომ ინფლაციური სცენარები საზღვრებთან ახლოს მოთხოვენ დამატებით ხედვას, სადაც კლასიკური განმარტება აღარ იქნება საკმარისი. პარადოქსის ცენტრში დგას კიდევ ერთი ექსპერიმენტალური ღერძი. მაღალი პარამეტრებით განლაგებული დაკვირვებები, რომლებიც ცდებიან ტლანკის სიმაღლეებს. საილას ბინ და მისი კოლეგები University of Washington-დან და სხვა ინსტიტუტებიდან 2010 და 11 წლების მიმდებარე პერიოდში ჩაატარებდნენ გათვლებს, როგორ შეიძლება გამოკვეთილ იყოს სივრცის დისკრეტულობა მაღალი ენერგიების კოსმოსურ ნაწილაკთა სპექტრში. მათი დასკვნა იყო პროგნოზითი. თუ სივრცე ნამდვილი გრიდია, ზოგიერთი მაღალი ენერგიების ნაწილაკთა მოვლენის მიმართულება და ენერგია უნდა აჩვენოს ცილინდრული ანიზოტროპიას. ეს არის პირდაპირი ცდა, ექსპერიმენტი კონფრონტაციის დონეზე და მისი შედეგები მკაცრად და შეზღუდილად აყონებს გარკვეულ ვარიანტებს. ასე ჩნდება მომავალი სამეცნიერო პროგრამა. თუ კლასიკური ბადიდან გასვლა აუცილებელია, რა არის ის ნიშანი, რომელიც ცხადად დაგვანახებს როგორც არაკლასიკური? პასუხი მოდის სამი ფრთით. პირველი ფრთა არის კოსმოლოგიური დაკვირვება. პატარა ცვლილებები კოსმოსური მიკროთალღების ანიზოტროპიაში ან მაღალი ენერგიის კოსმოსურ სხივებში შეიძლება ჩაითვალოს როგორც პიქსელების ან დისკრეტული ნიშნების გამოხატულება. მეორე ფრთა არის ლაბორატორიული დონე, ჰოლომეტერის ტიპის გამოკვლევები, რომლებიც ეძებდნენ ჰოლოგრაფიულ ხმაურს. თუ ინფრასტრუქტურა ინფორმაციულად კოდირებულია, იქ შეიძლება იყოს დამატებითი ხმაურის ფენა. მესამე ფრთა არის თეორიული. თუ BGV გვიჩვენებს კლასიკური რაღაცის სისუსტეს, მაშინ აუცილებელია მოდელი, რომელიც ამ გადამტანის ადგილს კვანტურად უპასუხებს, კვანტური გეომეტრიის ან სხვა კონსტრუქციების სახით. სად მთავრდება კლასიკა, თანდათანობით ხდება უფრო შეუქცევადი კითხვა. პლანკის მასშტაბები. ის პარამეტრები, სადაც დრო, სიგრძე და ენერგია მიაღწევენ უკიდურესს, იქ გეყრება გეომეტრიული განმარტება. პროტონის დიამეტრზე ან ატომის ბირთვსა და მის ქოს, ზოგჯერ ბევრად პატარა მანძილებზე, ჩვენი ინსტრუმენტები და თეორიები კარგავენ მნიშვნელობას. უნივერსალური შედარება აქ არის პიქსელის მაგალითი. ეკრანის პიქსელები შესაძლოა წარმოაჩინონ სურათს, მაგრამ თუ თავად პიქსელის ზომა ხდება საკითხი, კლასიკური ალგორითმი ახალ დეტალებს ვერ გასცემს. და ისევ სკეპტიციზმის ხმა. მაგრამ რა არის პლანკის მასშტაბი? ეს ხომ მხოლოდ თეორია არ არის თუ არა? მას აქვს რეალური საფუძველი. პლანკი არ არის მხოლოდ აბსტრაქტული რიცხვი. ეს არის ნიშნული იმისა, როდის გახდებიან გრავიტაციული და კვანტური ეფექტები თანაბრმნიშვენები თანაბრად მნიშვნელოვანი. როდესაც სივრცესა და დროს ექსტრემალური მნიშვნელობები მიუღწევია, კლასიკური ენა უბრალოდ პერესტაიოთ მუშაობდა. ეს არ არის განაჩენი, ეს არის შუქნიშანი, რომ ჩვენი თეორიული ენა უნდა შეიცვალოს. ეს ახალი მეტამოდელი არ არის ერთი კონკრეტული წინადადება. არსებობს რამდენიმე შემოთავაზება, როგორ უნდა გამოიყურებოდეს საწყისი კვანტურ ენაზე. ლუპ კვანტუმ კოზმოლოჯის ჯგუფები და სხვა კვლევები გვთავაზობენ, რომ კლასიკური სინგულარი შეიძლება იქცეს ბაუნსად, ერთხელ შეზღუდული დროის სვლითა და შემდეგ აღდგენის სხვა პირობებით. ამის ნაცვლად ვილერ დევით და ჰარტლი ჰოკინგის no boundary წინადადებები აღწერენ სამყაროს, რომელიც შეიძლება არ ჰქონდეს მკაფიო დასაწყისი, მაგალითად ისევე როგორც ცილინდრის მსგავს ფორმას, რომელსაც არ აქვს წერტილოვანი დასაწყისი. ამავე დროს ზოგი თეორია სცენებს იწყებს, რომლებსაც BGV-ის პირობები არ ეხებათ პირდაპირ, რადგან იქ საშუალო გაფართოება შეიძლება იყოს ნეგატიური გარკვეული პერიოდებით. ამიტომაც BGV არ არის ბოლო სიტყვა. ის არის კატეგორიული შეტყობინება, რომ თუ თქვენ დარჩებით მხოლოდ კლასიკაში, თქვენ გაქვთ შეზღუდვა. შემდეგი ნაბიჯი არის კითხვაზე ფოკუსი. რა ხდებოდა იმ მხარეს, სადაც კლასიკა წყვეტს მუშაობას? ეხლა, ისევ პირდაპირ თქვენ. შესაძლოა თქვენ ელოდებოდით, რომ BGV იტყოდა, რომ როდესაც უკან მივდივართ, ყველაფერი იწყება. სინამდვილეში ფიზიკა არ იძლევა ასეთ პირდაპირ დიალექტიკას. BGV მიუთითებს, რომ ინფლაცია ვერ იქნება უსასრულოდ წინაურად გაგრძელებული კლასიკური პირობებით და ამავე დროს გვაძლევს თავისუფლებას იმისთვის, რომ ვეძიოთ თეორიები, რომლებიც კვანტურ ეფექტებს აერთიანებენ და ასე ახერხებენ ახალ გენეზისს. ეს შეგნება გვაქცევს უფრო გამჭვირვალეს. მიზანი აღარ არის მხოლოდ საბოლოო დასაწყისი ან უსასრულო რგოლი, არამედ თეორიული ფრეიმი, რომელიც პროგნოზებით გამოირჩევა და შეიძლება იყოს შემოწმებადი. სწორედ აქ კვლავ მატულობს ექსპერიმენტული მნიშვნელობა. სეთ ლოიდმა Massachusetts Institute of Technology-დან 2000 წელს დაადგინა ფიზიკური გამოთვლითი შესაძლებლობების ზღვარი.
ეს აჩვენებს, რომ რეალური სამყაროს რესურსები არ არის უსასრულო და ნებისმიერ სიმულაციურ მოდელს აქვს ბიუჯეტის შეზღუდვა. ეს არ არის ფილოსოფიური მტკიცებულება, მაგრამ ეს გვიჩენს პრაქტიკულ კორპუსს. თუ ჩვენი სამყარო არის ინფორმაციის ნაკრები, რა პროპორციები შეიძლება აღინიშნებოდეს ჩვენს დაკვირვებებში? ამან მოგცა სამეცნიერო გზა. შეადარეთ შესამჩნევ ანომალიებს, რომლებიც BGV-სა და ინფლაციის თანხლები განშტოებების ჰიბრიდს ქმნიანია. და ბოლოს, სად ზღვარზე კლასიკური აღწერა ღიად ქრება. არის სამი მკაფიო ფრთა. პირველი. როდესაც გრავიტაციის არაბუნებრივი ცვლილებები თუ სიმკვრივის უკიდურესობები შეხების წერტილში გადადიან. მეორე. როდესაც კვანტური მეხსიერება და ინფლაციაში წარმოქმნილი ფლუქტუაციები აღემატებიან კლასიკურ ჩარჩოს და საჭიროებენ კვანტურ კორექტირებას, რაც შეიძლება გამოიხატოს ახალ სპექტრულ ნიშნებში. მესამე. როდესაც თეორიული შეზღუდვები, როგორიცაა BGV, კომბინირდება მეტამოდელებთან და გვიბიძგებს ექსპერიმენტებისკენ, რომლებიც პირდაპირ ამ ჰიპოთეზებს აპრობირებენ. და აქ მაყურებელო, კონფლიქტი თეორიებს შორის აღწევს მწვერვალს. კლასიკური კოსმოლოგია აუხსნის დიდ ნაწილს. ინფლაცია აძლევს საჭირო რაოდენობრივ კარნახს, მაგრამ BGV და პლანკური საზღვრები გვაიძულებენ ვაღიაროთ. არსებობს მონაკვეთი, სადაც კლასიკური ენები უბრალოდ არ მუშაობენ. ეს არ არის კრახი, ეს არის მოთხოვნა. ან ჩვენ უნდა ავაშენოთ ახალი თეორიული ინსტრუმენტი, ან შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ჩვენი დაკვირვებები შესაძლოა არასოდეს მისცენ საკმარის მონაცემს. და მაინც როცა ვდგავართ ამ გზაჯვარედინზე, რჩება ძირითადი კითხვა. რა არის იმ ადგილის უკან? BGV ამბობს, რომ კლასიკური გზები წვეტენ. მეცნიერებება ამბობს, რომ იქ შეიძლება მივიდეთ, სადაც კვანტური ანალოგიები მნიშვნელოვანი ხდება. ფილოსოფია ეკითხება, თუ იქ არის გარე პროგრამა ან სხვა კონტექსტი, როგორ შეგვიძლია შევამოწმოთ იგი? პასუხი არ არის ერთგვარი, მაგრამ არსებობს გეგმები, ექსპერიმენტები და მინიშნებები, რომლებსაც უნდა მივხედოთ. ამ ეტაპზე ისტორია არ ბრუნდება დასკვნამდე. ნაცვლად ამისა ჩვენ ვდგავართ ანკესთან. გვაქვს კლასიკა, გვაქვს ინფლაცია. BGV გვიჩვენებს კლასიკური უსასრულობის მკაფიო ლიმიტს და ჩვენი ინსტრუმენტები იძინებენ, ან რეკომბინაციას მოითხოვენ, ან რევოლუციას. შემდეგი ნაწილი, სადაც გადავხედავთ კვანტურ არქიტექტურებს და შესაძლო no-boundary ან სინთეტიკურ პრედიგებს, იქნება ჩვენი პასუხისძებნა იმ ადგილას, სადაც სიტყვები დასაწყისი და წარსული ერთმანეთს ეჯახებიან. შემდეგი. ორიგინალური ავტორიტეტების წინააღმდეგობა შეიძლება იყოს ყველაზე ძლიერი მინიშნება, რომ ჩვენ ჭიდლი ვართ საწყისის გაგებაში. ჰური ქულა არის ასეთი. იმ შემთხვევაში, როცა აღიარებული ფიზიკოსები ერთსა და იმავე ფაქტზე იყენებენ განსხვავებულ ფუნდამენტურ ინტერპრეტაციებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საფუძვლური კონცეფცია, რასაც უწოდებთ საწყის, პრობლემურია. ჰარტლი და ჰოუკინგი ერთი ხედვით გამოდიან, ალექსანდრე ვილენკინი სრულიად სხვა გზით. ორივე მხარე იყენებს გლობალურ ავტორიტეტებსა და რთულ კვანტურ არგუმენტებს. და თუ ჩვენი ყველაზე ძლიერი ინტელექტები არ თანხმლებიან, პრობლემა არ არის მარტო მათში. პრობლემა არის კონცეფციაში, რომელსაც ჩვენ დასაწყის უწოდებთ. ჰარტლი და ჰოუკინგი გთავაზობენ. სამყაროს დასაწყისი შეიძლება არ იყოს სინგულარიტი, არამედ გლუი, დახურული გეომეტრია. ეს მათი no-boundary ინტუიციაა. ჯეიმს ჰარტლი, University of California, Santa-Barbara-დან და სტივენ ჰოუკინგი, University of Cambridge-დან საჯაროდ წარმოადგინეს ეს იდეა 1012 წლებში, როგორც კონფიგურაცია, სადაც დრო რაღაცანად იცვლება და სივრცედ იქცევა. მათთვის საწყისი არ არის ადგილი, სადაც კანონები იშლებიან. ეს არის რელიეფი, სადაც სიტყვა წარმოქმნა იღებს სხვა მნიშვნელობას. დრო იქ აღარ არის თავისი ჩვეულებრივი ტემპით. ჰარტლი და ჰოუკინგი იყენებენ უნივერსუმის ივერსუმის ტალღურ ფუნქციას, რომელიც მათის ჩანაფიქრით აჩვენებს ყველა შესაძლო გეომეტრიულ კონფიგურაციას. ტექნიკურად ისინი იყენებენ ევკლიდურ სწორი ინტეგრაციას, სადაც დრო როგორც სივრცეში გადაყვანა უშლის აუცილებლობას გამოვიდეთ პირველი მომენტიდან. მოკლედ, no-boundary ამბობს, რომ არ არსებობს ტრადიციული წინა. მეორეს მხრივ ვილენკინი Tufts University-დან თავისი tunneling from nothing კონცეფციით ამტკიცებს, რომ სამყარომ შესაძლოა შეძლოს წარმოშობა არაფრისგან კვანტური ტუნელირების მეშვეობით. მისი იდეა გავრცელდა მე-19 და 21 საუკუნეების მიმოხილვებში და წარმოადგენს ალტერნატივას. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ჩამოყალიბების პროცესი არის კვანტური მოვლენით ინიცირებული, სადაც კლასიკური სივრცე-დრო ჯერ არ არსებობს, მაგრამ კვანტური ფლუქტუაციები ქმნიან მდგომარეობას, რომლიდანაც შეიძლება გაფართოება დაიწყოს. შეხედეთ პირველ კრიტიკულ განსხვავებას. ჰარტლი ჰოუკინგი აცილებს საზღვარს, ვილენკინი ხსნის მას კვანტური გადალახვით. ეს ენის დონეზე დიდ განსხვავებას იქნის და ორივე მოდელი სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებს იმაზე, თუ როგორ იწყება ინფლაცია.
ჰარტლისეული no boundary ზოგჯერ იძლევა მსუბუქ სტარტს, სადაც დრო და სივრცე გლუად ემთხვევა ერთმანეთს და არ საჭიროებს მკვეთრ საარხულო პირობებს. ვილენკინის ტუნელირება დაირება კი ზოგჯერ გვიხატავს ისტორიას, სადაც პატარა კვანტური მოვლენიდან იწყება ექსტენციური გაფართოება და შემდეგ მოვლენები მიდის ინფლაციაზე. დიახ, ორივე მიდგომა იყენებს ნახევარ კვანტურ მეპს. ისინი არ არის სრული კვანტური გრავიტაციის ნამუშევრები. ისინი მოდელირებენ ზოგად შემოკლეულ მინი სუპერსპეის, სადაც მხოლოდ რამდენიმე კოორდინატია აქტიური. ეს შეზღუდვა გასაგებია. სრული განსაზღვრული თეორია მოითხოვს მეტ ტექნოლოგიას და თეორიულ პროგრესს. სწორედ აქ ხდება, რომ შედეგები მგრძნობიარედ დამოკიდებულია პირდაპირი მოდელირებისა და ამორჩევის მეთოდზე. წარმოიდგინეთ გეომეტრიული ზღვა. ერთი მხარე ჩანს გლუვის ზედაპირით. ეს ჰარტლისეული ხედვაა. მეორე მხარე კი ნაპრალებითა და კვანტური ტუნელირების ნიშნით არის ჩამონტაჟებული. ეს ვილენკინის ხედვაა. ეს მეტაფორა აჩვენებს, რატომ არის რთული ამ ორ მიდგომას შორის არჩევა. ისინი არ არის მხოლოდ მათემატიკური სხვაობა. ისინი განსაზღვრავენ, რამდენად დიდი შანსია ინფლაციის დაწყება და რომელ კონფიგურაციებს ენიჭება პრიორიტეტი. ახლა საკითხი: რა ნიშნავს ტალღური ფუნქცია ამ კონტექსტში და რატომ კამათობენ მის გარშემო დიდი ავტორიტეტები? ტალღური ფუნქცია არ არის ხელოვნება იმისა, თუ როგორ არის განლაგებული რეალობა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს ალბათობებს კონფიგურაციების შესახებ. ჰარტლი-ჰოუჰინგის შემთხვევაში ეს ფუნქცია ხელს აძლევს კონფიგურაციებს, რომლებსაც აქვთ რეგულარული საზღვრები. ეს გამოიხატება იმით, როგორ არჩეულან ინტეგრაციის კონტურები და როგორ გაიხსნება პათინტეგრალი ევკლიდურ კონფიგურაციებზე. ეს ქმნის შემდეგ კითხვას: რა შეიძლება ვიმედოვნოთ, რომ ეს მოდელები გვეთყვიან სინამდვილეში? რა განსხვავებაა, როდესაც დამკვირვებელი იყენებს no boundaries ან tunnelings? ეს არ არის მხოლოდ მათემატიკა, ეს არის შეკითხვა იმის შესახებ, როგორ ვიფიქრებთ კოსმოსის თავდაპირველ სტატუსზე. No boundary ხშირად იძლევა თანაბარ ნეიტრალურ განწყობას რეგულარულ კონფიგურაციებზე. ვილენკინი კი მიმართავს ამ პროცესს ისე, რომ უპირატესობას ანიჭებს კონფიგურაციებს, რომლებიც ტუნელირებით შექმნიან შემდეგ ინფლაციას. ეს სხვაობა ჩვენს პროგნოზირებასა და დაკვირვების სტრატეგიებზე პირდაპირ აისახება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი. მეტრიკა და მისი კონფიგურაცია არ არის მხოლოდ გეომეტრია, ეს არის ინფორმაცია. ჰარტლისეული პათინტეგრალი აფასებს არა მხოლოდ ფორმებს, არამედ მათ შინაგან მნიშვნელობას. ვილენკინი კი აკენებს აქცენტს იმაზე, თუ როგორ მოევლინება კვანტური მდგომარეობა. ეს ინფორმაციული ხედვა შეესაბამება თანამედროვე ტენდენციებს, რომლებიც სივრცესა და ინფორმაციას ერთმანეთთან აკენებს. მაგრამ ზაიგლ აჩენს ახალ ფილოსოფიურ კითხვებს. როგორ შევაფასოთ გამოცდილება, რომელიც თვითონ არის ინფორმაციის ფორმა? ჩვენ თანდათან მივდივართ იქ, სადაც ფიზიკური მოდელის საზღვრები იწყებენ ფილოსოფიურ პრობლემებს. ეს გარდამტეხი მომენტია. მეცნიერება გვთავაზობს პრინციპებს და შესაძლო პროგნოზებს, მაგრამ როცა მოდელები იყენებენ თავისუფალ კონტურის არჩევან სემეკლასეცია აპროქსიმაციას, საბოლოო განსაზღვრებები იკარგება. ამას არ ნიშნავს ქაოსი. ეს ნიშნავს, რომ სამი სახის მუშაობაა საჭირო: ტექნიკური პათინტეგრალები, კვანტური ინტერპრეტაციები და ფილოსოფიური დეტერმინანტები, რათა მივახციოთ იმაზე გარკვევას, რა ნიშნავს დასაწყისი. და სანამ გადავდგამთ თავს ფილოსოფიურაზე, აღსანიშნავია ზოგი სპეციფიკ შედეგი, რომელსაც ორივე მოდელი იძლევა. პირველი არის სიგულარნესის გამორიცხვის შესაძლებლობა გარკვეულ სიტუაციებში. მეორე არის სხვადასხვა გზების გადაფასება ინფლაციის დაწყების ალბათობაზე. ჰარტლი და ვილენკინი განსხვავებულ წონებს ანიჭებენ კონფიგურაციებს და შესაბამისად განსხვავებულ დინამიკას ყოფენ. მესამე არის ის, რომ ისინი გვაწვდენენ მიმართულებებს, სადაც შეიძლება ვეძიოთ ექსპერიმენტულ ნიშნებს, დაბალი მასშტაბური ცვლილებები, ასიმეტრიები ან კონკრეტული სპექტრული ლექსიკონები. რამდენად რეალისტური ამ მოდელების შედარება მონაცემებთან? ნაწილობრივ და მხოლოდ მაშინ, როცა კონცეპტუალურად შევზღუდავთ აპლიკაციას. მაგალითად, კოსმოლოგიურმა ჯგუფებმა, მათ შორის სილას ბინ და კოლეგებმა, გამოიყენეს მაღალი ენერგიების ნაწილაკთა დაკვირვებები, რათა შეაფასონ სივრცის შესაძლო დისკრეტულობა. მაგრამ ჰარტლი და ვილენკინი არ იძლევიან ერთმნიშვნელოვან ერთგვარ ინდიკატორს. მათი პროგნოზები ხშირად არის კონტექსტსა და ინტერპრეტაციაზე დამოკიდებული. ეს მიხავს ჩვენ მარტივ დასვენამდე. ფიზიკასაც აქვს თავისი საზღვრები. ჰარტლის no boundary და ვილენკინის tunnelling შემოთავაზებები არის ფრთხილი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მაგრამ ისინი არ გვპასუხობენ იმაზე, რატომ არსებობს სწორედ ასეთი კანონები და არა სხვა. ეს კითხვები გადადიან უფრო ფილოსოფიურ მოედნებზე და აქვე მოედნებზე და აქვე ფიზიკა ვერ იძლევა საბოლოო პასუხს. ახლა რომ შევქმნათ პარადიგმა ზომების გაფართოებისთვის, ხუქ ნომერი 7, პატარა ნაცნობი საზღვრიდან დიდი კოსმიკური მასშტაბამდე, წარმოიდგინეთ ერთი ქვიშის მარცვალი.
ის არის თქვენი ლოკალური სივრცე და დრო. როცა ეს მარცვალი იზრდება, გეომეტრია იცვლება. ბოლოს ის იქცევა პლანეტის ზომის ობიექტად, რომლის ზედაპირზე უკვე შეიძლება შეიკავოს კოსმოლოგიური ნიშნები, როგორიცაა CMB-ის წვრილი ასიმეტრები ან მაღალი ენერგიის ნაწილაკების სპექტრები. ეს გაფართოება მნიშვნელოვანია, რადგან აქ მცირე განსხვავებები საბაზო მასშტაბზე გადამყვანი გავლენებით გადაიქცევა გლობალურ შედეგებად. ჰარტლისეული გლუი, პატივი და ვილენკინის პოტენციური ტუნელი იკვეთებიან იმ საზღვრებზე, სადაც მცირე განსხვავებები დიდ განსხვავებებს იძლევიან. მიუხედავად ყველა განსხვავებისა, ერთი რამ ცხადია. ორივე მოდელი გვაიდულებს გადახედვას ფიზიკის საფუძვლებს. ისინი გვახსენებენ, რომ ინსტრუმენტები და მეთოდები იძლევიან სხვადასხვა პერსპექტივას და რომ მეცნიერებაში ავტორიტეტი არ ნიშნავს საბოლოო პასუხს. ამასთან ისინი აჩენენ ახალ კითხვებს. როგორ წარმოიქმნება კლასიკური სივრცე კვანტური ფლუქტუაციებისგან? როგორ აისახება საწყისი პირობები შემდგომ განვითარებაზე? და რა რჩება იმ ფრონტში, სადაც მეთენცნიერები მიდგომა იშლება? ეს შეზღუდვები სწორედ ის ადგილებია, სადაც პრაქტიკული ფიზიკა იწყებს ექსპერიმენტულ გეგმებს. არ არსებობს მარტივი ტექსტი, რომელიც დააპირისპირებს ერთ მოდელს მეორე მოდელის სასარგებლოდ. არსებობს დეტალური შეზღუდვები და ანალიზი, რომლებიც საჭიროებენ ძალიან ნაზ და მოქნილ მიდგომას. და ეს არის მაშასადამე მათი სიძლიერე. ისინი გვაძლევენ გზას, სადაც შეიძლება გამოჩნდნენ ციფრულად შემოწმებადი ნიშნები, ან მინიმუმ განსაზღვრონ სად არ უნდა ვეძიოთ. და ბოლოს, როგორც ფილოსოფიური პრელუდია, ეს ორი მიდგომა გვამზადებს მნიშვნელოვან ფილოსოფიურ კითხვებს, რომლებიც შემდეგი ნაწილის ფოკუსი იქნება. ისინი არ გვთავაზობენ მეტაფიზიკალ საბოლოო პასუხებს, მაგრამ აძლევენ პრიორიტეტს კანონების, გამოთვლითი მეთოდების და დროის სტრუქტურის როლს. ჩვენ ვდგავართ ზღვარზე, სადაც მოდელები აწყდებიან ფილოსოფიურ არეალს, და აქ შეკითხვები რჩება ღია. როგორ გადავდივართ მეტაფიზიკალებიდან სრული კვანტური გრავიტაციისკენ? თუ შეიძლება თუ არა ამ მოდელებმა მოგცენ ექსპერიმენტული ნიშნები, რომლებსაც მიუყვებით დასაწყისის გაგებისთვის? ეს კითხვები ჯერჯერობით პასუხების გარეშე რჩება, მაგრამ ისინი ავსებენ კოსმოლოგიურ და ფილოსოფიურ კვლევებს ერთად. წინას წარმოვიფიქრეთ. თქვენ დგახართ კუნძულის კიდეზე. აკონტროლებთ პატარა პირამიდულ მოწყობილობას, რომელიც ერთ ხილაკს აწვდის. ერთი დაწურვით, თქვენ გენერირებთ ერთ ახალ პატარა ბუშტს, პატარა კოსმოსს, რომელიც თავის კანონებს და შემთხვევითობას მიიღებს. მეორე დაწურვით, თქვენ გენერირებთ 1000. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გენერირებთ უსასრულოდ ბევრს. რომელს მიიჩნევთ უფრო ნორმალურს? იმ ბუშტს, სადაც ცხოვრობს ერთ ჩვეულებრივი დაკვირვება, თუ იმ ბუშტს, სადაც არარეგულარული, ერთი ორინე უადგილო გული იმართება, თვითფლობელი, რომელიც ერთ პატარა ფლუქტუაციად ჩნდება. ეს არის ნაშა მცირე, ჩახლართული და საშინლად პრაქტიკული კითხვა. თუ მულტივერსი ან სიმულაციები უსასრულო რაოდენობით იქმნება, როგორ განსაზღვროთ სტანდარტულ პროგნოზს? ეს მოკლე აზრთა ექსპერიმენტი არ არის ფიქრის თამაში. ეს არის გულის ცენტრში გასროლილი პრობლემა, რომელსაც ფიზიკა და ფილოსოფია ერთად უშვებენ. საკითხი ქვია ზომის პრობლემა. იმ წუთს, როცა ალან გუთმა მასაჩუსეტს ინსტიტუტ ოფ ტექნოლოჯიში ერთ-ერთმა INF-ლაციის მოდელის ავტორმა გაავრცელა თავისი იდეები 200 წლეულის წინ, თქვენ წარმოიდგინეთ აინსტაინური შოკის შემდეგ, გამოვლინდა, რომ ინფლაცია შეიძლება არ შექმნას მხოლოდ ერთ კოსმოსს, არამედ პროცესი, რომელიც მუდმივად წარმოქმნის ახალ ბუშტებს. სწორედ აქ იწყება კითხვები. თუ კოსმოსი მუდმივად რეპლიკირდება, როგორ ვაკვირდებით იმის დებით იმის ალბათობას, რომ ჩვენი დაკვირვება ამგვარ პირობებში ჩნდება? პირველი საკითხი. ზომა ინფლაციის სცენარებში და რატომ ეს პრობლემა ავიწყებს პროგნოზებს? იდეა მარტივია. როდესაც კოსმოსი ფართოვდება და ბუშტები წყდება, ყოველი ახალი ბუშტი შეიძლება კონდეს საკუთარი ფიზიკური კონსტანტები ან საწყისი მდგომარეობები. თეორიულად, თუ პროცესი არ იზღუდება დროით ან სივრცით, ზოგიერთი სახეობის რეგიონი გამოჩნდება უსასრულოდ ბევრზე. მაშინ აბათობები, რომლებიც გვევლინებიან რამდენად რაღაც საწინააღმდეგოა ყინულდება, ყველაზე ხშირად. აღარ აქვს აზრი, თუ ყველაფერი გამეორდება უსასრულოდ. ამ პლაცდარმიდან გაჩნდა პრაქტიკული სტრატეგიები. ბოლო 30 წლის განმავლობაში ფიზიკოსებმა შემოთავაზეს მრავალი ზომა, proper time cut-off-ები, დროის პირდაპირი მოაზროვნების შეზღუდვები, scale factor cut-off-ები, კოსმოსის მასშტაბის ზრდის გათვალისწინებული შეზღუდვები და causal patch measure-ები. აკვირდება მხოლოდ კაუსალურად მისასვლელ სლეში მიზნობრივ რეგიონებს და ბევრი სხვა. ზოგიერთ მათგანს მართვდა ანდრეი ლინდე სტენფორდ უნივერსიტეტიდან და ალექსანდრე ვილენკინი თაფტს უნივერსიტეტიდან. მათი ნაშრომები აჩვენებდა, როგორ შეიძლება უსასრულო პროცესი ანგარიში მიიღონ ისე, რომ მივიღოთ მნიშვნელობის შეგრძნება.
მაგრამ ყოველი ახალი ზომის შემოთავაზებისას იხსნებოდა, რომ სხვა ზომის შერჩევა ცვლის პროგნოზს და არა მხოლოდ ნიუანსურად, არამედ ფუნდამენტურად. თქვენ გექნებათ ერთი კონტროლადი ზარი, რომელიც აბრუნებს სხვადასხვა შედეგს და პასუხი დარჩება დამოკიდებული იმაზე, როგორ გამოაცხადებთ საკრიტიკო წერტილს. ეს არ არის მხოლოდ თეორემა. მაგალითად, ფიზიკოს სილას ბინი და მისი კოლეგები უნივერსიტეტი ოფ ვაშინგტონიდან მუშაობდნენ მსგავს სიტუაციებზე და აჩვენებდნენ, რომ თუ სივრცე დრო დისკრეტულია ნაური სპექტრით, მაშინ უმაღლესი ენერგიების ანომალიები შეიძლება მიანიშნებდეს ქსელურ სტრუქტურაზე. თუმცა განსხვავებული ზომები პროგნოზს სხვაგვარ აღწერდნენ. აგვარად აღწერდნენ. ერთი ზომა ამბობდა, რომ უნდა გენერირდეს მრავალი სტაბილური რეგიონი, სხვა რომ ყველაზე ხშირია შემთხვევითი ფლუქტუაციები, როგორიცაა ბოლცმანური ტიპის წარმონაქმნები. ამით ნათლად ჩანს ძირითადი ტოლერანტობა. პროგნოზი აღარ არის მხოლოდ კანონის დანაკარგი. პროგნოზი არის ზომის არჩევანი. ეს ჩვენი პირველი ძლიერი შეტყობინებაა. ექსპერიმენტსა და პროგნოზს შორის ხაზი იშლება მაშინ, როცა მრავალი პოლიცენტრული სამყაროს წესები არ იძლევა უნიკალურ განაჩენს. სანამ ზომის სხვადასხვა წინადადებები არ მიიღებენ ფიზიკურ საფუძველს, ჩვენ ვრჩებით არჩევანის წინაშე. არჩევანის, რომელიც არ არის პირდაპირ ემპირიულად დადგენადი. ეხლა მეორე მნიშვნელოვანი საკითხი. ბოლცმანური ტვინები. კონცეფციას სათავეში უძღვის ლუდვიგ ბოლცმანი, რომელმაც სტატისტიკური მექანის მიღმა, მექანიკის მიღმა დატოვა საკოვა საკითხი. თუ თერმოდინამიკა მართავს დიდ სისტემებს, უფრო მოსალოდნელია შემთხვევითი ფლუქტუაციებით წარმოქმნილი უხანმოუნები სტატისტიკური ელემენტები, ვიდრე რთული საიმედო სტრუქტურები. ინი, თანამედროვე გაგებით ბოლცმანური ტვინი არის არსება, რომელიც შემთხვევით ჩნდება თერმოდინამიკური ფლუქტუაციის შედეგად და მალევე ქრება. თუ თეორია პროგნოზობს, რომ ასეთი ტვინები უფრო მრავლად წარმოიქმნებიან ვიდრე გრძელვადიანი სტაბილური ცნებები, მაშინ ჩვენი დაკვირვება უფრო სავარაუდო იქნებოდა, რომ იყოს ასეთი შემთხვევითი წარმონაქმნი, ვიდრე ევოლუციური ისტორიის შედეგი. ეს არის მარტივი, მაგრამ შემაშფოთებელი დასკვნა. თუ თქვენი ზომა ან მეთოდოლოგია იძლევა, რომ ბოლცმანური ტვინები მუდმივად უფრო გავრცელებულია ვიდრე ჩვენი ტიპის დაკვირვებები, მაშინ თეორია იქცევა არგუმენტულად პრობლემატიურ პირობად. მეცნიერებისთვის დონალდ პეიჯმა University of Alberta-დან ეს საკითხი სერიოზულად განიხილა. შონ კეროლი კალიფორნია Institute of Technology-დან ამ თემაზე ასევე მიუთითებს, რომ ეს პრობლემა არის მნიშვნელოვანი სულისკვეთებით მომცველი ტესტი თეორიისთვის. რა იგულისხმება ტესტად აქ? ეს ნიშნავს, რომ თეორიული კონსტრუქცია, რომელიც გვპირდება მულტივერსსა ან უსასრულო გენერირებას, უნდა იქნეს შემოწმებული არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ ერგება ის ჩვენი კოსმოსის პარამეტრებს, არამედ იმის მიხედვითაც, რამდენად ხშირად წარმოქმნის იგი სუბიექტებს, რომლებიც მსგავსნი არიან ჩვენ. თუ თეორია ამოდის იმ დასკვნამდე, რომ მაღალი ალბათობით ჩვენ ვართ ბოლცმანური ტვინი, მაშინ ის ლოგიკურად ფალსიფიცირებულია. თეორიები, რომლებიც არ აკონტროლებენ ასეთ ფლუქტუაციებს, არ გვაძლევენ არგუმენტაციას იმის შესახებ, რატო უნდა მჯეროდეს მათი პროგნოზების. ასე ჩნდება მეორე მთავარი დარტყმა. ბოლცმანური ტვინების პრობლემა არის მკაცრი ტესტი. არა იმიტომ, რომ ეს მოვლენები ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება, არამედ იმიტომ, რომ თეორია, რომელიც მათ მრავლობას არ აკონტროლებს, არ გვაძლევს საფუძველს ჩვენი დაკვირვების ნდობისთვის. ეს არის ფილოსოფიური ელემენტი, რომელსაც შეუძლია ჩამოალაგოს მეცნიერული არგუმენტები. და კიდევ ერთი, რატომ უსასრულო ვარიანტების მოგროვება არ არის ახსნა. ბევრი მოდელი გვთავაზობს, რომ თუ ფუნდამენტური კანონები განსხვავდება, სხვა რეგიონებში სხვა კონსტანტები იქნებიან, მაგრამ ეს არ არის ახსნა, ეს არის გადავადება. ახსნა უნდა იყოს მექანიზმი, რომელიც ამბობს, რატომ კონკრეტული ალტერნატივა ხდება და რატომ ჩვენ ვიქნებით სწორედ აქ. უსასრულო ვარიანტები გადააგდებენ პასუხისმგებლობას. ისინი იტყვიან, შემთხვევითობა ყველაფერს ახსნის და უსასრულობა აღარ არის განმარტება, არამედ გაქცევა. მაქს ტეგმარის იდეამ მიმართა მულტივერსის კლასიფიკაციას და დააყენა საკითხი, რომ მრავალფეროვნება არ უარყოფს პრობლემას. თუ თითოეული საწყისი პირობებით ვარიანტი უბრალოდ არსებობს, ჩვენ ისევ გვჭირდება პრიორი, როგორ დავადგენთ, რომელი ტიპია უფრო სასურველი ჩვენი დაკვირვებისთვის. მრავალფეროვნება არ გვიხსნის, თუ ვერ უმტკიცებთ მეტრიკას, რომელიც ერთ ვერსიას სხვაზე მაღლა აკენებს. ამ ყველაფერი თეორიული ფონიდან გამომდინარე არსებობს პრაქტიკული მნიშვნელობა. განსხვავებული ზომები იძლევიან განსხვავებულ პროგნოზებს ზოგიერთ ფუნდამენტურ კონსტანტებზე, როგორიცაა კოსმოლოგიური მუდმივი. ზოგი ზომა ამბობს, რომ ჩვენი დაკვირვებისთვის დამახასიათებელია ძალიან მცირე კოსმოლოგიური მუდმივის მნიშვნელობა, ზოგი პირიქით. ჩვენ შეგვიძლია დაველცოთ ეს კონსტანტა ასტრონომიული დაკვირვებებით და ერთი და იგივე ფიზიკური მონაცემი შეიძლება გამოავლინოს ზოგიერთი ზომის უპირატესობა ან არაპასუხისგებლობა. არც უსასრულობა და არც მრავალფეროვნება არ გვიხსნის თავს. განაჩენი ისევ და ისევ დამოკიდებული რჩება იმაზე,
თუ როგორ ვიფორმულებთ პრიორებს, ვიზუალური და დროითი ამოსუნთქვით. წარმოიდგინეთ დიდ კინოკადრს, ეკრანი, რომელიც შეუზღუდავი ფენებით აივსება. თქვენ ზუმავთ 1000 ბუშტი, ზუმავთ უფრო ღრმად 10000 და კითხავთ, სად დგავართ ჩვენ ამ უსასრულო ფრენაში? ერთ წამში დაარტყით time rewind და უბრუნდებით ერთ პატარა ისტორიაში. ჩვენი სამყარო, ჩვენი ბიოლოგია, ჩვენი თვალი. ამ ერთეულში ჩვენი გამოცდილება არის ის, რისთვისაც მეცნიერება მუშაობს. მაგრამ თუ სისტემა ქმნის უსასრულო მრავალფეროვნებას, რატომ სწორედ ეს პატარა თხრობა ხდება ჩვენთან და არა სხვა, უფრო გავრცელებული ან უფრო იშვიათი სტატისტიკური წარმონაქმნებით? ეს small to big გადათამაშება არ არის მარტივი პაზლი. მერე კიდევ ერთხელ. ზომის პრობლემა არ არის ტექნიკური კოდის მომენტი, რომელიც მოითხოვს მხოლოდ უკეთეს ალგორითმებს. ეს არის ფილოსოფიური და მეცნიერული დილემა. ბოლცმანური ტვინებიც და უსასრულო ვარიანტებიც მის ნაწილია. თუ არ მივიღებთ ზუსტ ფიზიკურად გამართლებულ წესებს პრიორებისა და წონების განაწილებისთვის, ჩვენი პროგნოზები უბრალოდ იქნება უფუნქციო სიტყვები. მეთოდოლოგიური შედეგი ნათელია. ფიზიკოსებს, რომლებიც მუშაობენ ინფლაციაზე და მულტივერსზე, ორი გზა აქვთ. პირველი, მოძებნონ ფუნდამენტური პრინციპები, რომლებიც საშუებენ ერთ ზომას ინაგანად გამართლებული გახადონ. ეს მოითხოვს ახალი თეორიული ან ექსპერიმენტული შეზღუდვების პოვნას, მაგალითად კვანტური გრავიტაციისგან გამოსული მოთხოვნების ან გამოთვლითი ლიმიტების. მეორე, უარყონ კონცეპტუალურად ისეთი მოდელები, რომლებიც პროგნოზირებადობას არ სთავაზობენ. ეს არჩევანი არა მხოლოდ სამეცნიეროა, ეს ინტელექტუალურ ეთიკური არჩევანია. რომელ მიდგომას აირჩევენ მეცნიერები, რათა შეინარჩუნონ პროგნოზირებადობა. ჩვენ აქ არ მივდივართ საბოლოო პასუხამდე. ამ ნაწილში მიზანი იყო სამი რამე მკაფიოდ გამოვყოთ. პირველი, ზომის პრობლემა ინფლაციისა და მულტივერსის სცენარებში ართმევს პროგნოზებს. მეორე, ბოლცმანური ტვინები მოქმედებენ როგორც ძლიერი ტესტი თეორიის კონსისტენციისთვის. მესამე, უსასრულო ვარიანტები არ მისცემენ ახსნას, ისინი მხოლოდ გადაადგილებენ პრობლემას. შემდეგი ნაბიჯი იქნება, როგორ მეცნიერება შეიძლება გამოსცადოს და დაავალდებულოს ახალი მახასიათებელი, რომელიც განსაზღვროს ზომას. ამისთვის საჭიროა კიდევ ერთი გადასვლა. და ბოლოს, თუ არსებობს პროცესი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას შევარჩიოთ ზომა, ვინ და როგორ ამოიღებს ამ გავლას? ეკრანი ისევ ფართოვდება, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება ღია. თუ ზომის არჩევანი არის ფუნდამენტური კანონის საკითხი, გვაქვს საშუალება ამ კანონის ექსპერიმენტულად გამოვლენისთვის და როგორ უნდა დავიწყოთ მისი ძებნა. გაგრძელება. იგივე ბუშტის მეტაფორა. მცირე, ზრდადი კოსმოსის მითი. ისევ გამოდის სცენაზე, რათა გადავხედოთ კოსმოლოგიური მუდმივის პრობლემას. გაგვახსენდა რეალობა მაშინ, როცა სუპერნოვების მანძილი უცნაურად მიუთითებდა კოსმოსის გამრუდებაზე. ფიზიკოსები სოლ პერლმუტერი, ლორენს ბერკლი National Laboratory-დან და ადამ რისი Space Telescope Science Institute-დან და Johns Hopkins University-დან იმავე პერიოდში გამოაცხადეს ემპირიულ შედეგებს, რომლებიც აჩვენებდნენ, რომ ჩვენი სივრცე არაუბრალოდ ინერციული მატერია, არამედ აქ არის დამატებითი წნევა, კოსმოლოგიური მუდმივი, რომელიც აჩქარებს სივრცის გაფართოებას. ეს აღმოჩენა 1998 წელს გამოავლინეს და მას შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაგვირვებითი შეხსენება თანამედროვე კოსმოლოგიისთვის. კოსმოლოგიური მუდმივი, უბრალოდ ნათლად. ეს არის ველზე დამატებული ღირებულება სივრცის ქსელში, რომელიც განსაზღვრავს გაფართოების სიჩქარეს. მაგრამ აქ არის კრიტიკული წინააღმდეგობა. როდესაც კვანტური ველების გამოთვლები ცდილობენ ამ ღირებულების შეფასებას, მათ უჩნდებათ კატასტროფული სხვაობა დაკვირვებასთან. თეორიული გამოთვლები იძლევია უზარმაზარი ენერგიის ცვლილს ვაკუუმში, დაკვირვება კი გვიჩვენებს ძალიან მცირე მნიშვნელობას. ეს განსხვავება იმდენად დიდია, რომ თეორიებს შორის თანხმობა უბრალოდ არ ჩანს. ამ პარადიგმაში ვხედავთ მთავარ კონფლიქტს. მიკროსკოპული გამოთვლები ძამოთვლები ძიებენ უზარმაზარ ვაკუუმურ ენერგიას, ხოლო მაკროსკოპული დაკვირვება ამბობს, რომ ეს ენერგია პრაქტიკულად წრფელია. მიკრო და მაკრო ერთმანეთს უპირისპირდებიან როგორც ორი კონკურენტი სისტემა. ეს წინააღმდეგობა არის მთავარი ინტელექტუალური ჭრილობა კოსმოლოგიაში დღეს. ეხლა კონკრეტულად, როგორ დიდია ეს სხვაობა? სტანდარტული კვანტური ველის გამოთვლები ითვალისწინებენ თითქმის ყველა თავისუფალ ხარისხს და მიუთითებენ ენერგიულ სიჭარბეზე, რომელიც დაკვირვებით უნდა გამოიხადოს. ამ პრობლემაზე მრავალი ნაშრომია დაწერილი, ვაკუუმის ენერგიის კონტექსტში და მეცნიერთა აღშფოთება ამ თემაზე დიდია. ეს საკითხი იყო და რჩება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თეორიული გამოწვევა. ეს სცენარი გვაიძულებს ვთქვათ, შესაძლოა კოსმოლოგიური მუდმივი არის რაღაც ახალი პროცესის ნიშანი, რომელიც ჯერ არ გვიცნობია, ან უბრალოდ სიმპტომი იმისა, რომ ჩვენი გამოყენებული კანონები, კვანტური მეთოდი და ზოგადი რელატივობა არ თანამშრომლობენ სწორად.
აქ იწყება რამდენიმე მთავარი თეორიული მიმართულება, რომლებიც აქტიურად განიხილება. პირველი ვარიანტი არის დინამიური ბნელი ენერგია, ან quintessence. ეს იდეა ამბობს, რომ ენერგიის სიმკვრივე შეიძლება შეიცვალოს დროში და ამიტომ აჩქარება არ არის აბსოლუტურად მუდმივი. ეს გავს თერმოსტატის მუშაობას. თუ წნევა იცვლება, შედეგიც დროით ცვალებადია. ამ ჰიპოთეზას აქვს შემოწმებადი პროგნოზები. თუ ენერგიის სიმკვრივე დროთა განმავლობაში იცვლება, მომავალ სუპერნოვათა და გალაქტიკური კვლევები ამას უნდა დააფიქსირონ. მეორე გზა არის კომპენსაცია. ისეთი მექანიზმი, როგორიცაა სიმრავლეები ან სიმეტრიები, რომლებიც შეუძლიათ ვაკუუმის ენერგიის ნაწილების გაუქმება. მაგალითად, სეთ ლოიდმა MIT-ში განიხილა ფიზიკური გამოთვლითი ლიმიტები და ასეთი ლიმიტები პირდაპირ ეხება იმას, თუ როგორ შეიძლება ვაკუუმური ენერგია კომპენსირდეს. ეს იდეები მიუთითებენ, რომ შესაძლოა ღირებულებები გადავიდეს გათანაბრებაზე ფუნდამენტური პროცედურებით. მესამე ვარიანტი არის ანთროპოლოგიური არგუმენტი, რომელიც ნიკ ბოსტრომმა ოქსფორდ უნივერსიტეტიდან ფორმულირა. ბოსტრომის ლოგიკა ამბობს, რომ თუ არსებობს დიდი რაოდენობით უნივერსები სხვადასხვა პირობებით, ჩვენი დაკვირვება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი ნაკლებად სავარაუდო შედეგი. ეს არ არის პირდაპირი ფიზიკური მკურნალობა, არამედ სტატისტიკური დღის წესრიგის გამოყენება პრიორების დასადგენად. ეს არგუმენტი გვაიძულებს დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა საკმარისი პრიორები პრობლემის ობიექტურად შეფასებისთვის. არის კიდევ უფრო სპეკულაციური მიმართულებები, მათ შორის სიმულაციური ახსნები. ზოგი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი აეჭვებიან, რომ თუ ჩვენი სამყარო არის გამოთვლითი სისტემა, სივრცე-დრო შეიძლება იყოს დისკრეტიზირებული. სილას ბინ და სხვები აღნიშნავენ, რომ სივრცე-დროს დისკრეტიზაცია შესაძლოა წარმოაჩინოს ანიზოტროპია მაღალი ენერგიების ნაწილაკთა სპექტრებში. ეს იდეა არის გამოსაცდელი, რადგან თუ იპოვით სპეციფიკურ ნიშნებს, მაგალითად ნაწილაკთა მოძრაობის ალტერნატიულ გადანაცვლებებს, ეს იქნებოდა ძლიერი ემპირიული ნიშა. ემპირიული მიმართულებებიდან ზოგი თუ უკვე გამორიცხა რაღაც ვარიანტებს. ჰოლომეტერის ექსპერიმენტი, რომელიც კრეგ ჰოგენმა და ჯგუფმა ფერმილაბში წამოიწყეს, ეძებდა ჰოლოგრაფიულ ხმაურს. პრელიმინარული შედეგები არ აღმოაჩინეს იმ დონეზე, რომელსაც თამამი ჰიპოთეზები წინასწარმეტყველებდნენ და ბევრი ფუნქციური ვერსია გამორიცხა. ეს არის კლასიკური მეცნიერული პროცესი. იდეებს აძლევენ კონკრეტულ ტესტს და შემდეგ ანებართ ან გამორიცხავენ. მაგრამ არის შეზღუდვები. ბევრი შეზღუდვა მხოლოდ ამბობს, რომ ეს კონკრეტული ვერსია არ არის აქტუალური. უფრო დახვეწილი ვარიანტები ჯერ კიდევ აკლია ფალსიფიცირებად პროგნოზებს. მაგალითად, თუ სიმულაცია იყენებს ბუნდოვან სტრატეგიულ შემთხვევითობას, სტატისტიკური ანომალიების ძებნა რთულდება, კვანტურ შემთხვევითობა და გამოთვლითი ენა ურთიერთშერეულია და სისტემატური გამორჩევა რთულია. გარდა ამისა, ლორენცის ინვარიანტობის დარღვევის იდეები, რომლებიც ეძღვნებიან გრავიტაციული ან ელექტრომაგნიტური სიგნალების დისპერსიას მაღალი ენერგიებისას, ძლიერ კონტროლდება ასტროფიზიკური დაკვირვებებით. ფერმის სპეის ტელესკოპმა და სხვა ობსერვატორიებმა ზღუდავენ ამ დარღვევების შესაძლებლობას. ეს კონტროლები გამორიცხავს ბევრ თამამ სცენარს, მაგრამ არ გამორიცხავს ყველა ფორმას. ახალი ტექნოლოგიები და მონაცემები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ. რატომ არის ეს პრობლემა ჩვენთვის მტკივნეული? რადგან კვანტური თეორიები და კოსმოლოგია არიან ჩვენი ყველაზე ძლიერი წარმოდგენები სამყაროს შესახებ. მათი კონფლიქტი გულისხმობს, რომ ჩვენი ინსტრუმენტები შესაძლოა ვერ იმუშაონ ერთად. ეს არ არის მხოლოდ ნორმალობის შელახვა, ეს არის ნიშნობა, რომ გვჭირდება თეორიული გადახედვა ან ახალი პრინციპების დამატება. თუ მიკრო და მაკრო არ ეთანხმებიან, ერთ-ერთი გამოსავალია საზღვრის, რორის, რომლითაც ამ პრობლემას მოვეკიდოთ, განსხვავებული კანონით ან პოსტულატით. თეორიულად ეს შეიძლება გამოიხატოს ახალი პრიმიტივის სახით. ახალი კანონი, რომელიც განსაზღვრავს, როგორ იკვეთება ვაკუუმის ენერგია, ან როგორ იკუმშება სივრცე-დრო მაღალი ენერგიების პირობებში. პრაქტიკულად კი არსებობს გზები, რომ ამას მივყვეთ. დროის დამოკიდებულებით სუპერნოვათა დაკვირვება, ულტრამაღალი ენერგიების კოსმოსური სხივების შესწავლა, მაღალი სიზუსტის გრავიტაციული და ოპტიკური მეთოდები და ახალი ინტერფერომეტრები, ეს ყველაფერი შეიძლება მოგცეს ნუსხა, რომელიც განასხვავებს იდეებს. ცხადია, ეს არ არის ფილოსოფიური თამაში, ეს არის სამეცნიერო მიმართულება. თუ ისტორია გაგრძელდება, რომელიმე ექსპერიმენტი უახლოეს წლებზე ან წყვილ 10 წლეულზე გვიჩვენებს უცნაურ სანახაობას. ან სისტემა გამოაჩენს ახალ პრინციპს, ან უბრალოდ მოგცემს ღრმა ახალ მონაცემებს. მაგრამ მთავარი კითხვა რჩება: როგორ ვიქცევით არა მხოლოდ დაკვირვებად, არამედ მოვახდენთ იმ აღმოჩენას, რომელიც შეღებავს ჩვენს კანონებს და გაგვაძლიერებს გაგებას. ეს წუთი, რომელშიც თქვენ ახლა განაგრძობთ მოსმენას, არის მთელი კოსმოსური ისტორიის უზარმაზარი კონცენტრაცია. წარმოიდგინეთ, რომ მთელი სამყარო 1 საათში ჩასახდა და თქვენ ახლა ხართ ის მომენტი, ბოლო წუთის პირველი მეოთხედის შიგნით. ეს არის ჩასაკეცი დროის ხრიკი, რომელსაც ვიხმართ,
რათა გაგიგდოთ შეგრძნება, რასაც ჩვენ დღეს ვითვლით, წარმოიქმნა ძალიან მოკლე და შეზღუდული პროცედურით. და პირდაპირ ახლა, თქვენ ხართ ფიზიკის ყველაზე დიდი კონფლიქტის წიაღში. იქ, სადაც ორი იდეა ერთმანეთს პულსით ეფერხება. ჩვენი პირველი თეზისი ნათელია. კვანტური თეორია და ზოგადი შეფარდება ერთმანეთს ეჯახებიან გროვებად, არა სიტყვიერიან თეორიულად, არამედ ფიზიკის ექსტრემალურ პირობებში, სადაც გრავიტაცია საუკეთესო და ყველაზე ძლიერი ხდება. რიჩარდ ფეინმან 1942 წელს კალტექში შეგვახსენა, რომ კვანტური სისტემების სიმულირებას კლასიკური მანქანით შესწორება არ შეუძლია. ეს არ არის მხოლოდ დიალექტიკა, ეს არის გარდაუვალი ტექნიკური პრობლემა, რადგან კვანტური ინფორმაცია თითქმის ყოველთვის ითხოვს კვანტურ შეიძლება რესურსებს. მეორე გარემოება. ნორმები, რომლებიც გენერირებს გრავიტაციულ ექსტრემებს. არ არის უბრალოდ ძლიერები, ისინი ცვლის თამაშის წესებს. იაკობ ბეკენშტეინმა 1973 წელს იერუსალიმში განსაზღვრა, რომ შავი ხვრელის გარშემო ინფორმაცია დაკავშირებულია არეგულირებელ ფართობაზე. ახლა ამ ფართობმა მიიღო სახელად ბეკენშტეინის საზღვრად. შემდეგ სტივენ ჰოკინგმა 1974 წელს კემბრიჯში გამოაცხადა, რომ შავი ხვრელები არ არის აბსოლუტურად შავი. ისინი ასხივებენ და ეს გამოსხივება დროთა განმავლობაში შეიძლება სამყაროსთვის ინფორმაციის საფრთხედ იქცეს. და აქ იწყება ბზარები. კვანტური უნიტარობა უთითებს, რომ ინფორმაცია არ მღალატობს. ჰოკინგის ანგარიში კი მიუთითებს, რომ შავი ხვრელიდან არსად არ გადის. ამბავი კონტრასტში დგება. ეს კონფლიქტი სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი. ერთი კანონით ნაწილაკების ეზობლდება წინასწარი მდგომარეობების ყველა დეტალი, მეორე კი იმ ადგილის ჩრდილში ამბობს, რომ ყველაფერი შეიძლება იყოს წაშლილი. ფორმალურად ამბავი გამოდის ასე. თუ ჰოკინგის აშკარა ივლება მართალია, მაშინ კვანტური ტევადობის ზნე ირღვევა. თუ კვანტური უნიტარობა შეუვალია, მაშინ ჩვენი გაგება გრავიტაციაზე არასრულია. და აქ უკვე არ არის ელემენტარული გამოსავალი. ისტორიული მოთხრობის მსგავსად პრობლემის ღდებები არ ჩანს მანამ, სანამ არ გავხსნით თახს. ხილვადი მტკიცებულებების ბლოკი. პირველი ნიმუში არის შავი ხვრელის ტერმოდინამიკა. იაკობ ბეკენშტეინი 1973 წელს ვარაუდობდა ფართობის და ენტროპიის დაკავშირებას. და სტივენ ჰოკინგმა 1974 წელს კემბრიჯში აჩვენა, რომ შავი ხვრელები გამოყოფდნენ თბურ რადიაციას. რადიაცია, რომელიც ითხოვს, რომ მათ ჰქონდეთ ტემპერატურა და შესაბამისად ენტროპია. ეს შეხება ინფორმაციულ საზღვრებთან პირდაპირ ამწვავებს კითხვას. სად ინახება ინფორმაცია, როცა იქიდან მხოლოდ თბური, ზედაპირული დამახსოვრება რჩება? განსხვავებული შტაბი მოდის ინფორმაციის თეორიიდან და გამოთვლითი ლიმიტებიდან. სეთ ლოიდმა 2000 წელს MIT-ში დაწერა, რომ ფიზიკა წყვეტს, რამდენი ოპერაცია და რამდენი ბიტი შეიძლება შეიცავდეს მოცულობა ან მასა. ეს არის რეალური ფართობი გამოთვლისთვის. ამდენად, თუ ჩვენი სამყარო არის გამოთვლითი სისტემა, იქ უნდა არსებობდეს ფიზიკური ლიმიტი, რამდენი საგანი შეიძლება დაითვალოს. ეს შეცვლის იმას, თუ როგორ ვამჩნევთ შავი ხვრელის უხილავ გვერდებს, რადგან მათზე ინფორმაცია შესაძლოა უფრო კომპაქტურად დგას, ვიდრე თვალით ჩანს. ეხლა მოდით გვერდზე დავდვიეთ და სიმულაციის კუთხით დავხედოთ. ნიკ ბოსტრომმა 2003 წელს ოქსფორდში ჩაასხა იდეა, რომ თუ პოსტკაციონალური ცივილიზაციები შეძლებენ უზარმაზარ სიმულაციურ პროექტებს, მაშინ სტატისტიკურად ჩვენ სიმულაციაში ყოფნის შანსი მაღალია. მაგრამ სეთ ლოიდის 2000 წლის და ბეკენშტეინის 1960 მიერ 13 წლის მიერ მოცემული გამოთვლითი და საინფორმაციო ლიმიტები გვახსენებს, არსებობს ფიზიკური ფასდაკლება, რომლის გადახდა ხჭირდებათ ასეთი სიმულაციის გასამართად. ეს არ გვიჩვენებს პირდაპირ სიმულაციას, მაგრამ ეს ამცირებს იმ შესაძლებლობების ჩვენს კლასს, სადაც ასეთი პროექტი რეალიზებადია. პირველი ვიზუალური ნიშნული. წარმოიდგინეთ, რომ შავი ხვრელის ჰორიზონტი, ის ზვარი-არაზვარი, საიდან არაფერი არ დაბრუნდება, არის ბიბლიოთეკის ფურცელი. თუ ფურცელი არის ძალიან თხელად დაბეჭდილი, მაშინ ყოველი სიტყვა მანქანურ კოდში გადადის, მაგრამ კითხვა რჩება, როგორ ამოვიცნოთ ორიგინალური ნაწილი, როცა ფურცელი ანადგურებს მის წყაროს. ეს სიტყვიერი მანერა დაგეხმარებათ არ იქვათ, თუ რატომ არის შავი ხვრელები ლაბორატორია ინფორმაციის პრობლემისთვის. მაგრამ არის უფრო მეტიც. ჰოლოგრაფიული პრინციპი, რომელსაც სხვები განიხილავდნენ ართმევს სივრცეს დამატებით მნიშვნელობას. ხუან მალდაცენამ 1997 წელს Institute for Advanced Studies-ში შემოგთავაზა ADS/CFT Anti-de Sitter/Conformal Field Theory თეზა, რომელიც ამბობს, რომ მოცულობის ინფორმაცია შეიძლება იყოს კოდირებული ზედაპირზე, თითქოს სამგანზომილებიანი ფილმი ორ განზომილებიან ეკრანზე ჩაიწერება. ლეონარდ სუსკინდმა სტენფორდში 1990-იანი წლებიდან ჰოლოგრაფიული იდეების პოპულარიზება დაიწყო.
ჰოლოგრაფია ახლოს დგას იმ იდეასთან, რომ ინფორმაციის შენახვა შეიძლება იყოს უფრო მოქნილი, ვიდრე წარმოგვეჩვენება. ეს არის ცალსახა გზა, რომ ინტეგრაცია შეიქმნას. თუ ჰოლოგრაფია გამართლდება, მაშინ შავი ხვრელიდან ინფორმაციის დაკარგვა შესაძლოა თვალთმაქცური იყოს და არა ფუნდამენტური. ეხლა გადავიდეთ პარადოქსზე, რომელიც ყველაფერს აჭრის. ინფორმაციის პარადოქსი. ჰოკინგის პირველი მისწრაფება იყო, რომ შავი ხვრელები ბოლომდე წოვენ მას და გამოსხივებაში რაც რჩება, ეს არის თბური სპექტრი, რომელიც არ შეიცავს კვანტურ კოდს. ეს ართმევს უნიტარულობას, იმ პრინციპს, რომ კვანტური ევოლუცია არის შემოსაზღვრული და ჩაკეტილი. შედეგად განიხილეს რამოდენიმე გზა. ინფორმაცია შეიძლება დაიკარგოს, ინფორმაციის ნამდვილი წაშლა. შეიძლება დარჩეს შიგნით რემნანტებად, პატარა ობიექტები. ან შეიძლება იყოს ევოლუცია, რომელიც უსაფრთხოდ გადაეცემა გამოსხივებას, მაგრამ ამ მექანიზმების რომელიმე გამართვა ითხოვს ცვლილებას ბუნებრივი ფუნდამენტური პრინციპების. ეს არის ადგილიც, სადაც თეორია ხდება ცენტრი დაპირისპირებისა. თუ ინფორმაცია იკარგება, მაშინ კვანტური მექანიკა ეჭვს შეიტანს ან ურთიერთობის ცვლილებას მოითხოვს. ხოლო თუ ინფორმაცია გადის, მაშინ გრავიტაცია უნდა შეიცვალოს ისე, რომ შესაძლებლობა მისცეს ამ გადაცემას. ამ ორ გზას შორის დგას არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ფილოსოფიური არჩევანი. ეს არჩევანი პირდაპირ ეხება იმას, როგორ ხედავთ რეალობას, როგორც აბსოლუტურ და ზეციურ, თუ როგორც ინფორმაციურ და გადაცემულ. შემდეგ მოვიდა სტრეს ტესტი. ADS/CFT, Anti-de Sitter/Conformal Field Theory. და სხვა ჰოლოგრაფიული ნიმუშები გვიჩვენებენ, რომ გარკვეულ კონტექსტებში ინფორმაციის უნიტარობა შეიძლება შენარჩუნდეს. ეს ნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ მატერიულ დაპყრობებზე, სადაც სივრცევადაა განლაგებული სპეციფიკურ საზღვრებზე, ინფორმაცია არ იკარგება. მაგრამ პრობლემა არის, ეთანხმება თუ არა ეს ჩვენი რეალური სამყაროს გეომეტრიას. ჩვენ არ მივიღებთ იგივეს, თუ ფონური გეომეტრია განსხვავებული. ციკლური ვიზუალური სურათი. წარმოიდგინეთ კარტოგრაფია, სადაც ორი რუქაა ერთმანეთს გადასერილი. ერთი გვიჩვენებს კვანტურ მიკროკონსტრუქციასა და მეორე გრავიტაციულ მაკროპეიზაჟს. და წარმოიდგინეთ, რომ ამ რუკებს ერთმანეთის შესაფერისად რედაქტირება უწევთ. თუ არც ერთი არ ემთხვევა გადაკვეთას, მაშინ გზები ერთმანეთს ეჩხუბება. ეს ძალას მატებს შეგრძნებას. პრობლემა არ არის მხოლოდ ნუმერიურ მონაცემში, ეს არის რუკების შევის შეუთანხმებლობაში. და აქ ჩვენ მივდივართ ახალ მუზაზე, Firewall-ის იდეა. ასეთმა სცენარმა, რომელსაც თეორიის ზოგი ნაშრომი წამოჭრა ახლო წლებიდან, შეიძლება შავ-ხვრელთან ახლოს დამცველ ბარიერს შეიმუშავებდეს, რომელიც გაანადგურებს კვანტურ კავშირის შენარჩუნებას. ეს არის აბსურდული საზღვრების გამოხტომა, რომელიც დაარღვევს მონაკვეთის ყველანაირ ინტუიციურ მკეფეს. თუ ეს მართალია, მაშინ კვანტური ინფორმაციის გადარჩენა შეიძლება მომგებიანი, მაგრამ ტერმინატორული იყოს. შემზარავი ეფექტი, ცეცხლის კედელი შესაძლოა იბადებოდეს. მაგრამ Firewall-ის წინადადება არ არის უპირობო დამცავი. მისმა ავტორებმა და კრიტიკოსებმა მრავალ არგუმენტს განიხილეს და გამოსავალი უფრო ნიჭიერი იქნება. ზოგი გარემოება უკვე გამორიცხა გარკვეული იდეები, მაგალითად უნიტარული ევოლუციის სრული ნებართვა, რომელიც არ მოჰყვება გვერდით ეფექტებს, ეწინააღმდეგება ზოგიერთ თეორიულ კონსერვაციის მოსაზრებას. ამასთანავე ჰოლოგრაფიული მაგალითები გვიჩვენებენ, რომ ინფორმაცია შეიძლება უსაფრთხოდ შენარჩუნდეს და აღდგეს. ახლა ჩამოყალიბდეთ, რა არის უკვე გამორიცხული და რა რჩება ღია. ერთ-ერთია მარტივი არასპეციფიკური გაცხადება, რომ კვანტური უნიტარობა შეიძლება უბრალოდ დაიკარგოს. ეს იდეა უკვე წინააღმდეგობაშია ისეთ რეკონსტრუქციებთან, როგორიცაა ADS/CFT-ის უნივერსალური ინტერპრეტაციები. ერთგულება უნიტარობასთან ფართოდ მიღწეულია, განსაკუთრებით იმ კონტექსტებში, სადაც ჰოლოგრაფიული ანალოგიები ხელმისაწვდომი. მაგრამ დიდხანს ღიად რჩება კითხვა, თუ როგორ ზღუდავს ან ართმევს ინფორმაცია სივრცეს იმავე პრინციპებს, როგორებიცაა ბეკენშტეინის საზღვრები და ლოიდის გამოთვლითი ლიმიტები. სეთ ლოიდმა 2000 წელს MIT-ში დაგვიტოვა რეალური შეკეთება. ფიზიკური სამყაროს არ შეუძლია უსასრულო გამოთვლების მარაგი. თუ ჩვენი სამყარო არის კომპიუტერული ატრიბუტი, და მას შეიძლება კონდეს რესურსების განაწილება. ეს არის ექსპერიმენტულად შემოწმებადი ნაწილი, ეკოსისტემა, რომელიც დაკავშირებულია შემამოწმებელ ნიშნებთან. მეორე მნიშვნელოვანი ღია საკითხია ცნობიერებისა და ინფორმაციის ხარისხი. დევიდ ჩალმერსმა 2022 წელს და წიგნში Reality Plus ამ პრობლემებს ფილოსოფიურად განიხილა, რაც გვაიძულებს გავიდეთ მარტო სამეცნიერო თარგმაზე და ვკითხოთ, რა ნიშნავს ინფორმაცია, როცა საუბარი სუბიექტურ გამოცდილებაზეა. ეს არ არის მარტივად ექსპერიმენტალური კითხვა. ეს ღრმად ფილოსოფიური და მეთოდოლოგიური ბარიერია, რომელმაც უნდა განსაზღვროს, შესაძლებელია თუ არა რაიმე შემოწმებადი ნიშანი იმის,
რასაც ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ. 8 ვიზუალური ფრეზა. წარმოგიდგინეთ ორი სინათლის ზოლი. ერთი მოდის კვანტური ველის შიგნიდან, მეორე მოდის გრავიტაციული დატვირთვისგან. თუ ისინი ერთმანეთს არ ემთხვევა, ისე როგორც ჩვენი დაკვირვებები დისკრეტულ და უთვეთ პრინციპებში, მაშინ ჩვენი რეაგირება არის ინდიკატორი, რომ საჭიროა ახალი საზღვრები ან ახალი პრინციპი. ეს დროა, როცა მეცნიერება აღარ არის მხოლოდ მანიპულირება, არამედ ინტერპრეტაცია. მეტნაკლები, მაგრამ მნიშვნელოვანი ექსპერიმენტული ბლოკი უკვე შეეცადა ამ სტრეს ტესტის ჩაბუჯას. კრეგ ჰოჰაგანი და ფერმილაბის ჰოლომეტერის ჯგუფმა 2015 წელს ფერმილაბში ჩაატარეს გამოცდა ჰოლოგრაფიული ხმაურისთვის. შედეგებმა რამდენიმე ვარიანტი მკაცრად შეაჩერეს, მაგრამ არ მიუთითეს საბოლოო უარყოფაზე. ეს მხოლოდ უკიდურესად უცნაური მსგავსებების გამორჩევის დასაწყისია. ამგვარი ექსპერიმენტები გვიჩვენებს გზას. თეორია უნდა გადაიზარდოს პროგნოზებად, რომლებიც შემდეგ შეიძლება შემოწმდეს უმაღლესი სიზუსტის გზებით. ვერ ვივიწყებთ კიდევ ერთ კრიტიკულ ფაქტორს – კვანტური კომპიუტერების განვითარება. რიჩარდ ფეინმანმა 1992 წელს კალტეკში თქვა, რომ ფიზიკა მოუწოდებს კვანტურ სიმულაციებს. ახლა, როცა ტექნოლოგია ვითარდება, კვანტური სისტემების სიმულირება შეიძლება გამდიდრდეს და თუ ჩვენ სიმულაციაში ვართ, ასეთი სისტემები შეიძლება იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ შევამოწმოთ თავსატეხის ზოგიერთი ნაწილი. ამავე დროს სეთ ლოიდის 2000 წლის შეზღუდვები გვახსენებს, რომ კვანტური რესურსებიც კი არ არის უსასრულო. ახლა შეამჩნევა ძირითადი ანგარიში. ბევრი თეორიული გზავნილი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში პირდაპირი დასმნები შეიძლება არ გამოვლინდეს, რადგან თუ პრობლემა ფუნდამენტურია, მისი დასაძლევად საჭიროა არა მხოლოდ უკეთესი მიდგომა, არამედ ახალი კონცეფციები. მაგრამ ეს არაა მოწოდება პასიურობისადმი. პირიქით, ეს არის გამოწვევა. შეაკეთოთ ექსპერიმენტი ჭკვიანურად. თუ შავი ხვრელების ევოლუცია ნამდვილი ღია კითხვა არის, ჩვენი ინსტრუმენტები უნდა ისწავლონ ძებნა იმ ნიშანთა, რომლებიც აინტერესებს ინფორმაციული გადაცემის პროცესებს. ერთ-ერთი მკაფიო მიმართულება არის ძირითადი წესების გადახედო. შეიძლება არსებობდეს ახალი პრინციპი, რომელიც არეგულირებს, როგორ იცვლება ვაკუუმის ენერგია, ან როგორ იკუმშება სივრცევად უკიდურეს პირობებში. ეს იდეები განიხილებოდა კონრად ზუსა და სხვების მიერ, რომლებიც ციფრული ფიზიკის მიდგომებს ცდილობდნენ. ასეთი პრინციპი უნდა წარმოადგენდეს პროგნოზირებად წინადადებებს, რომლებსაც შემდეგ შეიძლება შეედარონ დაკვირვებებთან. და მაინც, რა არ უნდა ჩავთვალოთ როგორც ხრიკი. პირველი, არ უნდა ველოდოთ ერთ-ერთ განმარტებას, რომელიც უცაბედად მოიკიდებს ყველაფერს. ისტორია გვასწავლის, რომ მეცნიერი პროგრესი ხშირად მრავალგზის გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მეორე, არ უნდა მივიტანოთ იდეოლოგიურ დასკვნამდე, რომ სიმულაციის იდეა ავტომატურად ნიშნავს ბრალეულობას. ეს არის სამეცნიერო ინსპირაცია და ფილოსოფიური შესაძლებლობა, არა უტყუარი განაჩენი. ჩვენი ნაწილი აქ არ უნდა დამთავრდეს. ის მხოლოდ სვამს ყველაზე ღრმა კითხვას. თუ საინფორმაციო ლიმიტები რეალურია და გრავიტაციული ექსტრემები მოქმედებენ ისე, რომ ჩვენს თეორიებს უთხრავენ ერთმანეთს, მაშინ რა არის ის ნაბიჯი, რომელიც აითვისებს ამ კონფლიქტის გადაჭრას? პასუხი არ არის მარტივი. ეს არის კვლევის პროგრამა, რომელიც აერთიანებს თეთიანებს თეორიულ მუშაობას, ახალი ექსპერიმენტების დიზაინს და ფილოსოფიურ გადაფასებას. და სწორედ აქ იწყება ჩვენი შემდეგი მოგზაურობა. არ თხოვთ პასუხს ახლა, მაგრამ ვიწყებთ შეკითხვების მოყრას, რომლებიც შეუძლიათ გარდასახონ ჩვენი რუკები და ჩვენი ინსტრუმენტები. წარმოიდგინეთ, რომ სამეცნიერო საზოგადოება იღებს ერთ ამოცანას. შერჩეული პრინციპის პოვნას, რომელიც აკავშირებს კვანტურ უნიტარობასა და გრავიტაციულ თეორიას ისე, რომ იგი აკეთებს პროგნოზებს და არა მხოლოდ ინტელექტუალურ ჩანაწერებს. ეს გზა არა მხოლოდ ახალ თეორიებს მოითხოვს, არამედ ახალ ტიპის დაკვირვებებსა და ახალი ფილოსოფიურ ჩარჩოებს. შენ, რომელიც ახლა ისმენ, ფლობ ყველა პირობას, რომ მოხვიდე ამ კითხვების შუაგულში. შეგიძლია წარმოიდგინო, შეიმუშაო და დააყენო შეკითხვები, რომლებმაც შეიძლება შეარყიოს ამ პრობლემების ბეტონი. მაგრამ აქ არ არის საბოლოო დახურვა ან სიმშვიდე. ბოლო ფრაზა უნდა იყოს კითხვა, რომელიც ტოვებს სივრცეს შემდეგი ნაბიჯისთვის. თუ ინფორმაცია არის ფუნდამენტური და ჩვენი თეორიული რუკები განსხვავდებიან, მაშინ სად არის ის ადგილი, სადაც ორივე, კვანტუმი და გრავიტაცია, სიმსუბუქეში ერთიანდებიან და როგორ გავაკეთოთ ეს ადგილი ტესტირებადი, არა მხოლოდ ლიტერატურული. წამის და ორი მოქმედების შემდეგ, როდესაც კვანტური პროცესები მხოლოდ დაბნეულ ბგერებად გადაიქცნენ, წარმოიდგინეთ, რომ აკვნიდან მიღებული მონაცემი უბრალოდ ითვლება, არა როგორც პალსტიკი ან ნაწილაკი, არამედ როგორც ბიტი. ეს სურათი მხატვრული არაა, ეს არის ტექნოლოგიური გარღვევა, რასაც ფეინმანმა ყურადღება მიაქცია, როცა თქვა, რომ სიმულაციის საკითხი დაკავშირებულია გამოთვლების საზღვრებთან. ახლა წარმოიდგინეთ, რომ კვანტური კომპიუტერი, როგორიც Google-ის პროცესია ერთ-ერთ მაგალითში,
საკუთარ გამოთვლით მიაღწია სიმულარულ შკალას, რომელიც ადვილად იტევს მრავალი ფიზიკის მოდელის იმიტაციას. და აქ არ არის მხოლოდ ტექნიკა, აქ არის ფილოსოფიური კითხვა. რა იწვევს რეალობას ანგარიშგებასთან დაკავშირებად? ჩვენი მიზანი არის სამი ფილოსოფიური სტრატეგია: brute fact, საჭირო საფუძველი და მათემატიკური ონტოლოგია, რომლებიც დალაგებულნი არიან როგორც კონკურენტები პრიზისთვის. brute fact ამბობს: არის ფაქტი, რომელსაც არ სჭირდება დამატებითი ახსნა. იგი უბრალოდ დგას როგორც ძირითადი მონაცემი ჩვენი გამოსახულებისთვის. აუცილებელი საფუძველი ეძებს პირველ პრინციპს, რაიმე ისეთ non-trivial ინსტრუმენტს, რომელიც გაამართლებს ჩვენი ფიზიკის სტრუქტურას. მათემატიკური ონტოლოგია ამბობს: რაც არის, ის მხოლოდ მათემატიკურია, რაოდენობები და ფორმები, და ყველაფერი ჩვენი გამოცდილება ამ ფორმებორმების წარმომადგენლობაა. brute ფაქტის ძლიერი მხარე მარტივშია. ის გამორიცხავს უსასრულო რეგრესის პრობლემას. თუ იმას ვიტყვით, რომ ჩვენი სამყარო არის brute ფაქტი, მაშინ აღარ არის საჭირო სხვა ახსნასაძიებლები. ასეთი მიდგომა კარგია, როცა ფიზიკაში გვაქვს შეზღუდული მონაცემები და გვჭირდება მოკლე პირდაპირი ახსნა. თუმცა სუსტი მხარე ისაა, რომ ეს იძლევა განმარტებას, რომელსაც არ აქვს ექსპლანატორი depth. ეს ვერ გვიხსნის, რატომ სწორედ ასეთი კანონები დომინირებენ. ნიკ ბოსტრომის არგუმენტის ლოგიკა ჯდება ამ ჩარჩოში, მაგრამ ბოსტრომი თავის ნაშრომში 2003 წელს არ აკენებს brute facts, როგორც საბოლოო მეტაფიზიკალ დასკვნას. მისი ტრილემა, რომ ან მრავალი საპყრობილი არსებობა გამრავლდეს, ან წინაპართა სიმულაციები არ ტარდება, ან ჩვენ სიმულირებულები ვართ, არის სტატისტიკური რჩევა, რომელიც წესებს განსაზღვრავს. ეს მაგალითი აჩვენებს, როგორ შეიძლება brute ფაქტის წარდგენა გადაიზარდოს სავარაუდო განაწილებებად და პრიორებად. ეს აქცევს ჩვენი მდგომარეობის შეფასებას უფრო რთულ პრობლემად, ვიდრე მარტივი არჩევანი. ჩვენ მივდივართ მეორე სტრატეგიასთან, საჭირო საფუძველთან. და აქ შეიძლება ვიხილოთ პოზიტიური მეცნიერული მიდგომა. ვეძებთ ლოგიკურ მიზეზს, რამაც შეიძლება აღწეროს, რატომ გვაქვს ასეთი კანონები. ასეთი მიდგომის ცენტრში დგას იდეა, რომ არსებობს პრინციპი ან კანონი, საიდანაც ჩვენს სამყაროს თვისებები გამომდინარეობს. კონრად ზუსას და სხვა ავტორთა მუშაობა ციფრული ფიზიკის მიმართულებით ცდილობს ასეთი საფუძვლის ნიშნების პოვნას. საჭირო საფუძველი გთავაზობთ explanatory powers. თუ იპოვნეთ ძლიერი საფუძველი, აღარ დაგჭირდებათ მხოლოდ დაახარისხოთ, ეს უბრალოდ ასია. მაგრამ საჭირო საფუძვლის მთავარი მოწყვლადობა არის ფალსიფიცირება. ძლიერი საფუძველი უნდა იძლეოდეს პროგნოზებს, რომლებიც შეიძლება ნებადართული იყოს შემოწმებით. ფილოსოფიური სილამაზე არ არის საკმარისი. ფიზიკა მოითხოვს ოპერაციულობას და წინასწარმეტყველების შესაძლებლობას. ბევრი ფილოსოფიური შეთავაზება ინტუიტიური და მიმზიდველია, მაგრამ თუ ვერ გთავაზობს განსაზღვრილ, ექსპერიმენტულად შემოწმებულ პროგნოზს, ის შეიძლება გადავიდეს მეტაფიზიკაში. მესამე ხაზი – მათემატიკური ონტოლოგია. გვეუბნება, რომ ყველაზე სავარაუდო პასუხი არის, ყველაფერი მათემატიკურია. დევიდ ჩალმერსისა და სხვათა მუშაობა, მათ შორის წიგნი Reality Plus, აღნიშნავს, რომ სიმულაცია არ ამცირებს რეალობის ხარისხს. მათემატიკური ონტოლოგია გვთავაზობს მთლიან კონტექსტს. სამყარო არის თეორემების და სტრუქტურების ერთობლიობა და ჩვენი დამოკიდებულება მასთან მხოლოდ მათემატიკური აღქმაა. ერთ-ერთი მეტაფორა ამ იდეისთვის არის ბიბლიოთეკა ბაბელი, სივრცე, სადაც თითოეული თეორემა შეიძლება უკვე იყოს დაწერილი. ამ მიდგომის ძლიერი მხარე explanatory depth-ია და იმის პოტენციალი, რომ ფიზიკა გადაიქცეს მეტაფიზიკისგან უფრო მკაცრ ფორმად გამოანგარიშებად. მიუხედავად ამისა, პრაქტიკული პრობლემა რჩება. როგორ გადაიყვანოს აბსტრაქტული მათემატიკა დეტექტორების მიერ გაზომვადი მოვლენების ენაზე. Church-Turing-Deutsch პრინციპი მცდელობს გაერთიანდეს გამოთვლითი ინტერპრეტაციით, მაგრამ ხიდის აშენება კვლავ რთულია და ტექნიკურია. ამ სამმა სტრატეგიამ შერწყმული სცენარი ქმნის. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არქეოლოგი ხართ, რომელსაც სამი განსხვავებული კლდეწერილობა აწვება. თითოეული მათგანი აცხადებს, რომ ეს არის მთავარი. brute ფაქტი გთავაზობთ პირდაპირ, არც ისე მყარს პასუხს. საჭირო საფუძველი ითხოვს ძირითადი პრინციპების ძიებას. მათემატიკური ონტოლოგია ამბობს, რომ ყველაფერი ერთ საწყის თეორემაში შეიძლება ჩაიდიოს. ახლა კითხვა: რომელს მისცემთ უპირატესობას? თქვენს პასუხს არა მხოლოდ ფილოსოფიური გემოვნება განსაზღვროს, ის განსაზღვროს, როგორ მოაწყობთ ექსპერიმენტებს და რა ტიპის პროგნოზები გაგაკეთებთ. ჰუკ ნომერი 3. ლაბორატორიული ექსპერიმენტი. ფერმილაბის ჰოლომეტერის გუნდი 2015 წელს ეცადა მცირე ჰოლოგრაფიული ხმაურის ძიებას. ეს იყო მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავდა ინფორმაციული შეზღუდვების სივრცეზე ლაბორატორიულ შემოწმებას. მათი შედეგები არ ყოფილა საბოლოო კონფირმა, მაგრამ კვლევა აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ლაბორატორიული პარამეტრები გადაწყვიტონ ფილოსოფიური შანსი. აქ ფიზიკა და ფილოსოფია იწყებენ პირდაპირ ურთიერთობას.
ფილოსოფიური იდეები არა მხოლოდ ტექსტები უნდა იყვნენ, არამედ შეიძლება დაბადდნენ მონაცემებში. ლაბორატორიული ექსპერიმენტების მნიშვნელობა ორ რამეშია. 1. ისინი ამყარებენ ენის ცვლილებას. იდეები გადმოდიან ტექსტურიდან მონაცემურ ენაზე. 2. ისინი უსვამენ ზღვარს თეორიების შესაძლებლობებს. თუ ერთი ექსპერიმენტი მკაცრად შეაცვლოს გარკვეულ დისკრეტული სივრცის ან გამოთვლითი შეზღუდვის ვარიანტს, ზოგი ფილოსოფიური მოსაზრება ავტომატურად სუსტდება. მაგრამ გაითვალისწინეთ, ჰოლომეტერის შედეგები არ იყო საბოლოო. ისინი აჩვენეს ინსტრუმენტების საჭიროება. თითეული სტრატეგია მოქმედებს ფიზიკაზე განსხვავებულად. ბრუტ ფექტის მიმდევრები ფიზიკას აღიქვამენ როგორც საწყისი მონაცემების კრებულს და იყენებენ აგრესიულ მოდელირებას, სადაც კანონები გამოცხადებულია. საჭირო საფუძვლის მოაზროვნეები ეძებენ პრინციპებს, როგორიცაა უნიტარობა ან კოვარიანტობა და ცდილობენ მათგან გამომდინარენს საგნების მიღწევას. მათემატიკური ონტოლოგია კი წვეთს მოვლენებს დაინახოს როგორც მათემატიკური მოდელები, რომლებიც უნდა შეესაბამებოდნენ სამყაროს თვისებებს. ამად არ არის სრულად განცალკევებული მიდგომა, ყველა მათგანი მიუთითებს შეზღუდვებზე. ბრუტის ფაქტის მთავარი პრობლემა პროგნოზირების სიმწირეა. ის შეიძლება უბრალოდ შემოიფარგლოს აღწერით და ვერ განსაზღვროს ახალ შედეგებს. აუცილებელი საფუძველი ემუქრება ფალსიფიკაციას. თუ ვერ ქმნის შემოწმებადი პროგნოზებს, ის მეტაფიზიკად იქცევა. მათემატიკური ონტოლოგია მიუხედავად ექსპლანატორი საძლიერებისა, ხშირად ეჯახება კითხვას, როგორ გადაიზრდება აბსტრაქცია რეალურ დეტექტორულ ნიშნებამდე. ეხლა კონცენტრირდებით გამოთვლითი რესურსების შეზღუდვებს. სეთ ლოიდმა 2000 წელს აღწერა, როგორ არის ენერგია და მასა შეზღუდული, როგორც გამოთვლითი რესურსები. პრაქტიკულად, თუ პოსტკაციონალ ცივილიზაციებს არ შეუძლიათ საკმარისი გამოთვლითი რესურსების მოპოვება ან ენერგეტიკული ბიუჯეტი არ ეყოფათ, ბევრი სიმულაციის წარმოების სცენარი გამორიცხება. ამიტომ ფილოსოფიური მოსაზრებები უნდა შეესაბამებოდეს იმას, რა ტექნიკურ ფიზიკურ რესურსებს აქვს ბუნებას. ამ ლიმიტების გააზრება გვიჩვენებს, თუ რატო უნდა ვიყოთ ფრთხილები ბოსტრომის სტატისტიკურ ინტუიციაზე. თუ გამოთვლითი რესურსები მკაცრად შეზღუდულია, მაშინ მარტივი რაოდენობრივი არგუმენტები საეჭვო ხდება. საჭირო ტექნიკური შეფასებები არიან აუცილებელი. რაოდენობა არ არის ერთადერთი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, როგორ არის გამოთვლითი სივრცე გამოყენებული და მილოცული. ეს ქმნის პირობებს, სადაც ფილოსოფიური და ფიზიკური არგუმენტები სინთეზირდებიან. საჭიროა ტექნიკურ კუთვნილი გათვლის ჩართვა. კარგად უნდა გვესმოდეს ცნობიერების პრობლემა, კვალია. დევიდ ჩალმერსმა 2022 წელს შევერდეთ პოზიცია, რომ სიმულაციაში ყოფნა არ ამცირებს სუბიექტურ გამოცდილებას, მაგრამ ის ასევე დააყენა ღრმა შეკითხვები. როგორ შეიძლება სიმულაციური პლატფორმა წარმოშვას ნამდვილი ხარისხობრივი გამოცდილება? ეს არის პირდაპირი ფილოსოფიურ-ფიზიკური ხიდი. თუ თქვენი არგუმენტი ეფუძნება სამყაროს გამოთვადობას, შესაძლებელია თუ არა, რომ აღნიშნული გამოთვლები ქმნიან პროდ სიტყვით მიღებულ სუბიექტურ გამოცდილებას. თუ არა, სიმულაციის კონცეფცია შეიძლება იყოს თვალშისაცემი, მაგრამ არ მოგცეს პასუხი იმაზე, რაც ჩვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამ პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა ფილოსოფიის და ნეირომეცნიერების თანამშრომლობა, კონცეპტუალური ხაზის დახურვა პრაქტიკულ ექსპერიმენტულ რუკებთან. ეს არის რეალური გამოწვევა, მაგრამ არ არის ფახარებელი ამოცანა. შეიძლება ვიპოვნოთ მართვადი ნიშნები, რომლებიც გაიგზავნება როგორც ცნობიერების შესაძლო მექანიზმებიდან გამომდინარე. მთლიანობაში ეს გზა გვიბიძგებს იმისკენ, რომ კითხვები განვავითაროთ და ექსპერიმენტები უფრო ზუსტ კატეგორიულად დავარგოთ. არ არის ურჩხული დასკვნა, არის სამუშაო პროგრამა. შეადგინოთ პროგნოზები, ააწყოთ ინსტრუმენტები და განაგრძოთ თაობათა დიალოგი თეორიულ, ექსპერიმენტულ და ფილოსოფიურ ჩარჩოებს შორის. წამში წარმოიდგინეთ, თქვენი ოთახი ეკრანია, სინათლე პიქსელებისგან შედგება და თითოეული შეხება არხზე იგზავნება. ეს ხანმოკლე მწვავე სახე ანათებს უფრო ღრმა განცდას. რაკადარ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული იმაში, რაც ვხედავთ. აქ იწყება ჩვენი ბოლო თავი. არა ახალი ყოველივე, არამედ სინთეზი. რა ვიცით, რით უნდა ვეპასუხოთ სკეპტიკოს და რატომ ეს შეკითხვა ეხება პირდაპირ თქვენს ცხოვრებას. პირველი პასუხი სკეპტიციზმის მიმართ არის პრინციპული. შეგვიძლია ვენდოთ ადამიანურ შიშს, რომ იდეა აბსურდულია, მაგრამ დროსთან ერთად აბსურდი ხდება დოკუმენტირებული შეკითხვა. ნიკ ბოსტრომმა 2003 წელს ოქსფორდიდან არ გამოაცხადა პირდაპირ, რომ ჩვენ აუცილებლად სიმულაციაში ვართ. მან წარმოადგინა სტატისტიკური არგუმენტი, სტატისტიკური ტერმინები, რომლებიც სკეპტიკოს აიძულებს ყურადღება მიაქციოს რაოდენობას. მაგრამ ადეკვატური პასუხი არ არის მხოლოდ ბოსტრომის პროპორცია, საჭიროა ფიზიკის და გამოთვლითი რეალობის შეხმა. და აქ მოდის მეორე ნაწილი. რატომ ფიზიკა? რიჩარდ ფეინმანმა 1982-ში კალტეკიდან დაგვანახა, რომ
კვანტური სისტემების სიმულაცია კლასიკური კომპიუტერით მარტივი საქმე არ არის. ეს იყო დართმა იმ პროტოპლანებისთვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ნებისმიერი რეალობა მარტივად გამოითვლება. და კიდევ, სეთ ლოიდმა 2000 წლებში MIT-დან აჩვენა, რომ სხეულის ენერგია და მასა აჯამებს გამოთვლილ შეზღუდვებს. არსებობს ფიზიკური ჭერი, რამდენი ბიტი შეიძლება შეინახოს მონაკვეთი და რამდენი ოპერაცია შეიძლება შესრულდეს მასაში და ენერგიაში. და ეხლა სკეპტიკოსი წვეთს. თუ ყველაფერი ისე მარტივად შეზღუდულია, მაშინ ბოსტრომის დიდი ციფრების არგუმენტი ხომ არ ახშობს ყველაფერს. აქ უნდა შევჩერდეთ და დავიმახსოვროთ პუნქტი. სტატისტიკა ასწავლის, მაგრამ ბუნება დიქტატორია, რესურსები რეალურია. თუ პოსტკაციონალები ათასობით ან ასობით მილიონი წინაპართა სიმულაციებს აწარმოებენ, ეს შესაძლებელია. მაგრამ თუ გამოთვლითი რესურსები მკაცრად შეზღუდულია, მაშინ იმავე ცივილიზაციისთვის შექმნილ სიმულაციების რაოდენობა მთელი სისტემის შესაფასებლად შეიძლება იყოს გადამწყვეტი. ეს არის საქმე. რაოდენობის გარდა მნიშვნელოვანია საინფორმაციო ხარჯის განაწილება. გამოცდილებითი ნაწილი აქ არის კრიტიკული. კრეიგ ჰოგანმა 2015 წელს ფრემილაბიდან წამოიცვა ჰოლომიტერის პროექტი, ძებნაში ჰოლოგრაფიული ხმაურის, იდეის, რომ სივრცე დრო შეიძლება ატარებდეს ბიტოვან ხევებს. ამ გამოცდილებამ პირდაპირ თქვა, ზოგი ვარიანტი შეზღუდულებია, ზოგი კი კვლავ ფთოა. სილას ბინმა და გუნდმა განაგრძო მუშაობა უმაღლესი ენერგიების კოსმიკური სხივების სპექტრებზე. ის სპექტრებზე ისინი სთავაზობენ კონტურებს, როგორ შეიძლება გრიდულობა სივრცემ ჩაიწეროს. ეს არ არის ფილოსოფიური სპეკულაცია, ეს არის ლაბორატორიული მოწყობილობა, რომელიც ამბობს, ასე მიახლოებით ასეთი ნიშნები უნდა გამოჩნდეს, თუ სიმულაცია დისკრეტულია. და მაინც, ეს არ ამოწმებს ყველაფერს. ფალსიფიკაციას ვერ არავარიდებთ, თუ სიმულაციის იდეა იმდენად პლასტიკურია, რომ მისი შემქმნელი ადვილად მოახდენს მიზერულ პარამეტრთა ცვლილებას. ეს არის მთავარი შეზღუდვა. თუ შემქმნელს შეუძლია ნებისმიერი ფანონებისმიერი ფიზიკური კანონების კორექტირება, ჩვენ ვრჩებით პატარა კუნძულზე, რომლის გარშემო ღია ზღვაა. მაგრამ ამისაც აქვს საზღვარი. თუ გადავხედავთ კვანტურ მოვლენებს, რომელთა მიმართაც რეგულარული ამორჩევა ძალიან გზნობიარია, შესაძლო შემქმნელი დატოვებს ცვრილ სურათს. და ეს სურათი შეიძლება გახდეს ჩვენი ექსპერიმენტული ხიდი. ახლა დაფიქრდით ცნობიერებაზე. ეს ყველაზე მგრძნობიარე წერტილია. დევიდ ჩალმერსმა მკაფიოდ აღნიშნა პრინციპები. თუ ჩვენ სიმულირებულნი ვართ, ეს არ ამცირებს ჩვენს სუბიექტურ გამოცდილებას. ეს არის ფილოსოფიური კრიზისი და თან კონკრეტული პრობლემა ერთდროულად. რა ტექნიკური ნორმები სჭირდება, რომ გამოთვლებმა წარმოშვას კვალია? თუ გჭირდება ზუსტად ასეთი გამოთვლითი არქიტექტურა, მაშინ სიმულაციის ჰიპოთეზა მოითხოვს არა მხოლოდ რაოდენობრივ რესურსებს, არამედ ხარისხობრივ პირობებს. ეს ნიშნავს, რომ მშობელ პლატფორმას შეუძლია იყოს მკაცრად განსაზღვრული და სწორედ ეს ხარისხი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერიმენტულად საჭირბოროტო. ცნობიერების პრობლემას ბუნებრივად მიხვება რეგრესის პარადოქსი. თუ ჩვენი სამყარო სიმულაცია, რა არის შემქმნელი? აგერ ისევ ბოსტრომის ტრილემა. მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი განცდა, რომელიც სკეპტიკოს ხშირად უხერხულს ხდის. არც ერთი რეგრესი არ აიძულებს სრულ ურცხობას. შეიძლება არსებობდეს შეზღუდილი სერია ან ზღუდე, სადაც გამომყვანის მექანიზმი სხვა პრინციპებს ემორჩილება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად უნივერსალური კვანტური კომპიუტერი, როგორც დევიდ დეუსმა წარსულში აღნიშნა, რომელიც თავისი ბუნებით არ არის განგებეული ადამიანის გაგებით. ამ დროს ჩვენ მივდივართ ურთულეს შეკითხვამდე. რა შეიძლება იყოს ექსპერიმენტული ნიშნები, რომლებიც ერთი და იგივე დროს პერსპექტიულად გამორიცხავენ სიმულაციის ვარიანტებს და არაუბრალოდ ნაკლოვან ფიზიკურ მინიშნებებს? პასუხი მოითხოვს პრეციზულობას და ოსტატობას. ჩვენ აღიარეთ, რომ ჰოლოგრაფიული ხმაური, ლორენცის ინვარიანტობის მცირე დეფორმაციები და გროვის ენერგიის არაპირდაპირი ანიზოტროპიები, ეს არის პირველი რიგის ტესტები. ის ტესტები. მაგრამ თითოეული მათგანი საჭიროების შემთხვევაში შეიძლება აიხსნას ალტერნატიული ფიზიკით, ან ახერნატიული ფიზიკით, ან ახალი საინფორმაციო კონსტრუქციით. ამიტომ მთავარი აქ არის პროგნოზების მკაცრი ჩარჩო. თუ მოდელი პროგნოზებს აძლევს, მაშინ შეგვიძლია მისი ტესტირება. თუ მოდელი ყველაფრის ახსნას შეუძლია, ის მეცნიერული თვალსაზრისით უფრო ნაკლებად პროდუქტიულია. ახლა სცადეთ პატარა რიცხვითი თამაში. წარმოიდგინეთ ერთი პოსტკაციონალი ცივილიზაცია, რომელიც გადაწყვეტს შექმნას 1000-იანი წინაპართა სიმულაცია, თითოეულში 1 მილიარდი ბრძანება თითო წამზე. თუ არსებობს 1000 ასეთი ცივილიზაცია, ჩვენი არსებობის შანსი გაზრდილი მოჟე გახდეს ასეულობით მიჩვენზე 1 მილიონზე 1. ეს მაგალითი არ არის ბოსტრომის საბოლოო დასკვნა. ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც გვაიძულებს გამოუკითხოთ პირველადი პრიორები და დავაყენოთ რეალისტური ტექნოლოგიური შეზღუდვები. აქ სკეპტიკოსი ასე სვამს კითხვას.
ნუ თუ საქმე მხოლოდ დიდ რიცხვებშია. მართალი კითხვაა. ამიტომ ჩვენ არ უნდა დავჭეთ მხოლოდ სტატისტიკაში. რაოდენობრივობის გარეშეც არსებობს კონკრეტიკა. ბეკენშტეინის ბარიერი და წამყვანი ნაშრომები ლოიდის მიერ გვთავაზობს, რომ მოკრძალებული მოცულობისა და ენერგიის პირობებში შეგიძლიათ დაითვალოთ მაქსიმუმი ინფორმაციის რაოდენობა. ეს არ არის მეტაფიზიკა, ეს არის ფიზიკა, რომელსაც დღესაც ვტესტავთ. ამიტომ, თუ ვინმე არგუმენტს ემყარება სრულ იმპერიუმს უსაზღვრო სიმულაციებზე, ის ეჭქვეშ დადგება იმ მომენტის გამო, რომ ფიზიკური ბარიერები რეალურია. ეს ცვლის პოსტრომის სტატისტიკურ მნიშვნელობას. სიკეთე და ეთიკა აქ გარეშე არ რჩება. თუ ჩვენ მართლაც სიმულაციაში ვართ, ჩვენი მოქმედებები შეიძლება გქონდეს ზეგავლენა, არა მხოლოდ იმ შემქმნელზე, არამედ ერთმანეთზე. პასუხისგებლობის კონცეფცია არ იკარგება მხოლოდ იმით, რომ გარემო არის საინფორმაციო. დევიდ ჩალმერსის არგუმენტი ჩვენს კულტურულ ზეგავლენას და სუბიექტურ კეთილდღეობას არ ანგრევს. იგი უბრალოდ იცავს პრინციპს, რომ ნამდვილობა არ ეკუთვნის მხოლოდ ობიექტურ სტატუსს, არამედ გამოცდილების ხარისხს. ეს ნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა ფოტონური პიქსელების შიგნით იყოთ, თქვენი არჩევანი კვლავ აქვს მნიშვნელობას. და აქ ბრუნდებით სკეპტიციზმისკენ, რომელიც ამ ისტორიას აძლევს მოძრაობას. სკეპტიკოსი არის ჩვენი საუკეთესო პარტნიორი, რადგან ის გვაიძულებს დადგენილ პროგნოზებზე გადავიდეთ. კარგი სკეპტიკოსი ამბობს, გაჩვენე კონკრეტული შედეგები, რომელთა დაკმაყოფილებაც მოდელმა არ შეიძლება. ეს არის სამეცნიერო ზარსი. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევქნათ ეს ტესტები. გაონკლავდეს ჰოლოგრაფიულ ხმაურს, შეამოწმოს მაღალი ენერგიების დისპერსია და დააკვირდეს შეზღუდულობის გამოთქმულ ნიმუშებს ბეკენშტეინის კუთხით. თითოეული ასეთი ექსპერიმენტი ჩატარებისას ამსხრევს ზოგიერთ ვარიანტს და ამცირებს სხვა ვარიანტებს, მაგრამ არაფერია სამუდამოდ ჩაგედილი. ასე მივდივართ საბოლოო ფილოსოფიურ რიცხვით გაძლიერებულ შეკითხვაზე. თუ პოსტკაციონალები შეძლებენ შექმნან 100,000 წინაპართა სიმულაცია, თითოეულში მილიონობით ბირთვი და 1000 წელი კომპიუტაციურ დროში, ჩვენს რეალურობასთან დაკავშირებული ალბათობები აღარ არის მხოლოდ სპეკულაცია. ისინი ექცევიან კონკრეტულ ოდენობრივ თამაშს. თქვენ, თქვენი ცხოვრება, თქვენი პასუხისმგებლობა და თქვენი ურთიერთობა და თქვენი ურთიერთობა სხვებთან არ არის მხოლოდ სტატისტიკული მარკერი. ეს არის სისტემა, რომელსაც უნდა მიუტანოთ გვერდითი კითხვები და რომლის საშუალებითაც შეიძლება მივიღოთ გასაღები იმისა, ვინ ვართ სინამდვილეში. ეს რიცხვები არ მისცემენ საბოლოო პასუხს, მაგრამ ისინი მსგავს კითხვას აქცევენ პრაგმატულ საგანმანათლებლო ინსტრუმენტად. და ბოლოს, რასაც თქვენ უნდა გაითვალისწინოთ. სიმულაციის ჰიპოთეზა არ არის მარტივი დასკვნა, რომელიც თქვენზე თავს ახურავს ან გამოგიგონიათ ილუზია. იგი არის ფანჯარა, რომლის გასწვრივ მიმდინარეობს სამეცნიერო პრაქტიკა, ფილოსოფიური კითხვა და ტექნოლოგიური რეალიზმის მკაცრი სახეები. ამ ფანჯრის უკან იმალება 6 გზაჯვარედინი. სტატისტიკური არგუმენტი, ფიზიკური ბარიერები, ექსპერიმენტული ტესტები, ცნობიერების პრობლემა, ეთიკური იმპულსები და რეგრესის პარადოქსი. თითოეული მათგანი ქმნის გზას, რომელიც ან სუსტავს აზრს, ან აძლიერებს მის არსებობას. ამ გზაზე თქვენი ადგილია არა მხოლოდ დამკვირვებლის როლში, არამედ მონაწილედ. თქვენ გახდებით დიალოგის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს, რომელი შემოთავაზებები გავითვალისწინოთ, რომელი ექსპერიმენტები ავაშენოთ და როგორი ფილოსოფიური ჩარჩოები ავირჩიოთ. და ამის ბოლოს კითხვა სტოვებ გაძლიერებულ ფორმაში. თუ შეიქმნება 100,000-ობით სიმულაცია და ჩვენი გამოცდილება ერთ-ერთია მათ შორის, მზად ვართ კი გავცეთ პასუხი შემქმნელს, თუ ის მოგმართავს. ეს კითხვა შეიძლება დაისვას რიცხობრივად, ექსპერიმენტულად, პოლიტიკურად და ეთიკურად, ან არა როგორც ზოგადი ფანტაზია, არამედ როგორც მომავალ ნაშუა სამეცნიერო მოქმედების მოედანი. და ამიტომ, როცა ეკრანი მოიხსნება და შუქი ჩაქრება, თქვენ არ უნდა გეშინოდეთ, რომ ყველაფერი კარგავს მნიშვნელობას. ყველაფერი მნიშვნელობას არ კარგავს, იმის გამო, რომ შესაძლოა ინფორმაციაა. მნიშვნელობა იმაშია, როგორ უპასუხებთ შეკითხვას, რომელსაც ახლა ვაკენებთ. რა ნიშნებს ჩავწერთ, რა ჰიპოთეზებს დავტესტავთ და როგორ მოვექცევით ერთმანეთს ამ ახალი ხედვით. მსოფლიოს სიმულაციურობის ან არასიმულაციურობის უკანასკნელი პასუხი შესაძლოა რჩეს გაუცნობელი, მაგრამ ჯერი ჩვენს ხელშია. გავხსნათ კითხვები ისე, რომ მათ მიეცეთ წონასწორობა, გამჭვირვალობა და საბოლოოდ საფუძველი მოქმედებისთვის.